დავიწყოთ ჩვენი დღევანდელი ლექცია, ჩვენ დავიწყეთ საუბარი იმ ეპოქის შესახებ, რაც წინ უსწრებდა მოსეს. დღესაც რაღაცა მაგდაგვარი უნდა გავაკეთოთ, ნახოთ უშუალოდ მოსე წინასწარმეტყველს მივიახლებით თუ არა, არ ამგონია, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ძალიან ახლოს უნდა მივიდეთ, რომ შემდეგი შეხვედრიდან უშუალოდ მოსეს მოღვაწეობაზე დავიწყოთ საუბარი. ნახოთ როგორ იქნება. თავარი არის ის, რომ გავიხსენოთ რა მდგომარეობაშია ისრაელი ეგვიპტის მიწაზე. არის ძალიან კომფორტულ მდგომარეობაში და ეს კომფორტი, ეს ცხოვრების სხვა წესი და ცხოვრების სხვა წესში იგულისხმება ის, რომ ისრაელი აღარ ხეტიალობს, ხეტიალობდა აბრაამი, ხეტიალობდა ისააკი, ხეტიალობდა იაკობი, იხეტიალა თვითონ ისრაელმა, როდესაც ჩავიდა ეგვიპტეში. აი ეს ხეტიალის მომენტია შეჩერებული და თითქოს და აბელიდან წამოსული მოხეტიალთა ისტორია წყდება. ყოველ შემთხვევაში ჩერდება და მოხდება ისე რომ აი ამ ხალხს დარჩება ხსოვნაში ის რომ ისინი არიან აბრაამის ჩამომავლები, მაგრამ არ დარჩებათ ხსოვნაში რას ნიშნავს ის რომ ისინი არიან აბრაამის ჩამომავლები. სხვაგვარად ვთქვათ რომ მათი მისია, მათი მოვალეობა გააზრებული არ აქვთ, გააზრებული აქვთ მხოლოდ ის რომ ვთქვათ აბრაამის ჩამომავლები არიან. ხა რას გულისხმობ, როდესაც ამას ვამბობ მე, ჩვენ წმინდა წერილში გვაქვს ასეთი მითითება, რომ 600,000 მამაკაცი, აქ მარტო ბრძოლის უნარიან მამაკაცია საუბარი, თორემ მე ვიტყვი ამას სოციოლოგიური დათვლით მასას ხალხს, რომელსაც შეუძლია 600,000-იანი ბრძოლის უნარიანი ადამიანი მამაკაცი გამოიყვანოს 2-დან 3 მილიონამდე უნდა იყოს თავის მოხუცები, თავის ბავშვები, თავის ინვალიდები, თავის დედაკაცები და ასე შემდგომ და შესაბამისად 2 მილიონიან, 2-დან 3 მილიონიან მასაზე მაინც აქვს საუბარი, მაგრამ თავი რო დავანებოთ ამ სოციოლოგიურ იმას აქვია დათვლებს თვითონ 600,000 მამაკაცს რამდენჯერ მიახსენებს მოსე აღწერის შემდგომაც, ასე რომ ეს ციფრი ძალიან საკმაოდ სარწმუნოა და აი ამაზეა ნათქვამი, რომ სულ ყველა წინადაცვეთილი იყო. აი აქ მინდა თქვენი ყურადღება კიდე ერთხელ შევაჩერო. რას ნიშნავს რომ აბრაამის მოდგმის ჩამომავლები არიან წინადაცვეთილები? მე მინდა გაგახსენოთ, ეს თუ არ გავიხსენეთ, არ გამოვა ასე არაფერი. აბრაამს როდესაც ღმერთთანაა გამოცხადება და თუ არ ჩავთვლით მათ ცხოვრების განკაცებას, ეს წმინდა წერილში ყველაზე დიდი გამოცხადება იქნება იყო ჩემი შესახებ ვისაუბროთ, როდესაც აბრაამი აი იმას დახლიჩავს, რა ქვია, ცხოველებს დახლიჩავს, ტრეთს და გვირს ერთმანეთის პირისპირ დადებს და ცეცხლი გაივლის მათ შორის გაგახსენებთ და ღმერთი დაუდევს მას ართხმას, რომ მისი მოდგმა იქნება მრავალრიცხოვანი 4 თაობის, ან შემდგომ წერია 400 წლის განმავლობაში, რაც 430 წლით დაფიქსირდება სინამდვილეში მონობაში იქნება, ღმერთი ძლიერი ხელით გამოიყვანს და ამ მიწაზე დაამკვიდრებს მათ და გაივლის ცეცხლი. ეს იყო აღთქმის დადების წესი, აღთქმის დადების ფორმა, როდესაც ორი კონტრაქტორი ერთმანეთს უკავშირდებოდა, ასე ცხოველს დახლიჩავდნენ და გაივლიდნენ ამ დახლიჩილი ცხოველის შუა და იტყუდნენ, როგორც ეს ერთი ცხოველი, როგორც ეს ნაგლეჯები ერთი მთლიანი ცხოველის ნაწილია, ასევე ჩვენც ორი ერთი მთლიანი სხვადასხვა მხარე ვართ და ასე დახლიჩოს და დაანაწილოს ღმერთმა ის, რომელიც დაარღვევს ამ პირობას. და გაივლიდნენ ანუ ცეცხლმა გაიარა, ღმერთმა გაიარა, აღთქმა, კონტრაქტორი ყავს, აი კონტრაქტზე ხელის მომწერი ყავს, ეს არის ღმერთი და გაიარა ამ ცხოველებს შორის, ხლა აბრაამმა უნდა გაიაროს, აბრაამი არ გაივლის. გაგახსენებთ ამ გავლის მაგერად აბრაამმა რა გააკეთა, აბრაამს მიეცა წინადაცვეთის აღთქმა, წინადაცვეთის ცნება და აბრაამი რომ წინად დაიცვեց, მერე რომ წინად დაიცვեց ისააკი, წინად დაიცვեց იაკობი და ასე შემდგომ, ყველა ეს წინადაცვეთილება გულისხმობს თანაკონტრაქტორობას აბრაამთან ერთად ღმერთთან ამ აღთქმასთან დაკავშირებით. ანუ რა, კონტრაქტი რას გულისხმობს? ღმერთი გაამრავლებს, მონობიდან გამოიყვანს, ამ ქვეყანაზე დაამკვიდრებს, ეს არის ერთი კონტრაქტორის მოვალეობები, ანუ ღმერთის მოვალეობები, ხოლო აბრაამის მხრიდან მოვალეობები რა არის? არ შეეშლება ეს ღმერთი სხვა ღმერთში. ამ ღმერთთან იქნება მიწეპებული და ანუ აი ეს ორი მოვალეობა, აი ამ ორმა მხარემ ეს მოვალეობა აიღო თავის თავზე. ახლა აქ ისმის ერთი ძალიან საინტერესო კითხვა, რომელიც მე მაშინაც დავსვი, მაგრამ ახლა უნდა გავიმეორო. რომ ისა რა ქვია, რას გულისხმობს თავის თავში კონტრაქტი და კონტრაქტორობა, რა მოვალეობას გულისხმობს? გულისხმობს იმას, რომ ორივე მხარეს აქვს ვალდებულება აღებული.
თუ ერთმა მხარემ დაარღვიეს ვალდებულება, მეორე მხარე თავისუფალია ვალდებულების ასრულებისაგან, ან და აქვს უფლება აიძულოს მეორე მხარე შეასრულოს თავისი ვალდებულება. საქმეც ამაშია, როდესაც ეგვიპტეში მყოფ ისრაელზე ვსაუბრობთ, ეს არის ძალიან საინტერესო მდგომარეობა, როდესაც ისრაელს ახსოვს, ვისი ჩამომავალია, მაგრამ არ ახსოვს რა პირობა აქვს დადებული, რა კონტრაქტი აქვს ხელი მოწერილი. წინა დაცვეთა, რომელიც ყველა ისრაელიანს აქვს ჩატარებული, არ ახსენებს მათ იმ მოვალეობას, რა მოვალეობას ამ კონტრაქტში შესვლისას იკისრეს მათ. ანუ არ დაივიწყონ ის ღმერთი, არ დაივიწყონ ის ურთიერთობები, რომელი ურთიერთობებითაც მათ მერე ნაციონალური ერთეული უნდა შეიქმნას და სახელმწიფო შექმნან. ეს ძალიან საინტერესო ეპიზოდებია, ამას თავისთავად ცხადია გავივლით. ეს აქვს დავიწყებული და ძალიან საინტერესოა, რომ ეს მომენტი ისრაელის ეგვიპტეში ყოფნის ეს მომენტი, როდესაც იცის ვისი ჩამომავალია, მაგრამ არ აკეთებს მოვალეობის მიღმა-დგას, ძალიან ემსგავსება იმ მდგომარეობას, ამ მდგომარეობას მიუვა ამ ხალხს და საბოლოოდ სახელმწიფოს დაკარგავენ და მიწას დაკარგავენ. რა არის ეს? ეს არის განუცდელობა იმ მისიისა, რა მისიას ღმერთმა დააკისრა მას. მოკადულობა რაღაცით, მოკადულობა ჩამომავლობით, მოკადულობა რაღაცა გვარტომობით, მაგრამ უპასუხისგებლობა ყოველივე ამის შემდგომ. გაგახსენებთ წმინდა წერილში სახარებაში ჩვენ გვაქვს ძალიან საინტერესო მომენტი, როდესაც მიმართავს ნათლისმცემელთან დაკავშირებით არის საუბარი, მიმართავს იმას, რა ქვია, იუდეველებს და ეთქოს, რომ ნუ იქადით, რომ ძენიხანთ აბრაამისანი, რამეთო ძალუც ღმერთსა ქვათაკანა, ამათგან აღდგინება ძეთა აბრაამისათან. რას ეუბნება? ამით ეუბნება უბრალოდ იმ სურათს გვაჩვენებს, ასურათი ძალიან ცოცხალი იყო მაცხოვრის განკაცების ეპოქაში. ყველა ებრაელი მაშინ აბსოლუტურად ყველა ებრაელი, მათ შორის ის 12-იც, რომელიც მაცხოვრის უახლოეს გარემოს წარმოადგენდა, ამაყობდა იმის, რომ აბრაამის ჩამომავალი იყო. მაგრამ არ ქონდა გაშინა არსებული, რაც ნიშნავდა აბრაამის ჩამომავლობა. თვითონ ფაქტი, რომ აბრაამის ჩამომავალი იყო, ეს აძლევდა უკვე ექსკლუზიურ უპირატესობებს მას. შესაბამისად, გააზრებული არ ქონდა მთავარი რა მისია ევალა მას, როგორც აბრაამის ჩამომავალს. ამიტომაც ეუბნება, ამიტომაც არის ნათქვამი, რომ შთამომავლობა, მემკვიდრეობა არის არა გვარტომობრივი, არა არის სისხლით ჩამომავლობითი, არამედ არის მენტალობითი. ანუ მე, ჩვენ როდესაც ვსაუბრობთ, ხო, ვართ ქართველები, ვართ იმ ქართველების ჩამომავლები, არავის არაფერი შეეშალოს. იმ დიდი ქართველის ჩამომავალი ხარ, არა იმ შემთხვევაში, როდესაც გენეტიკურად უკავშირდები მას. ეს არაფერს დანიშნავს ღმერთის წინაშე, ნოლია. ჩამომავალი ხარ და მემკვიდრე ხარ, როდესაც მენტალურ მემკვიდრეს წარმოადგენ მისას. აზროვნებითი მემკვიდრე ხარ მისი. ისი აზროვნები, ის ღირებულებები გაქვს, რა ღირებულებებიც მას ჰქონდა. აი ამ დროს აკაშ ჩამომავალი და არა იმ შემთხვევაში, როდესაც სისხლი და რაღაცა ის, რა ქვია, გვარტომობრივი ის საგაქვს, რა ქვია, კავშირი გაქვს აი ამ თაობასთან და ამ წინაპრებთან. შესაბამისად, ამ დროს ხშირად ვიხსენებ ხოლმე და ეს ძალიან საინტერესოა. ჩვენს რეალობაში, ქართულ რეალობაში ეს მომენტი არის ძალიან საინტერესოდ დაფიქსირებული. ჩვენ ნაკლებად უნდა ვისაუბროთ, მეგობრებო, ნაკლებად უნდა ვისაუბროთ ქართველ ერზე. ჩვენ უნდა უფრო ვისაუბროთ ქართულ ერთობაზე, რომლის წიაღშიც წარმოდგენილია ის მსახურება, რა მსახურებაც მას აქვს განსაზღვრული ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წილხდომილობის შედეგად. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია და მას მინდა თქვენი ყურადღება გავამახვილო. ნახეთ, დაუკვირდით რა არის საინტერესო. მე ამდენად შეიძლება და ხმამაღლა გამომივიდეს ამის ხმა, მაგრამ ვიტყვი საქართველოს ეკლესიის, ანუ გულისხმობ იმ კრებულის, რომელი კრებულის ერთხზის მიეწება ქრისტეს და იმის შემდგომ უარი არასდროს უთქვას მასზე და ეწამა მისთვის და ქრისტე ეწამა ამ ხალხისთვის, ხო, როგორც ილია მართალი ამბობს. საქართველოს ეკლესიის ისტორიის გარეჟრაში ჩვენ ვერ ვხედავთ ქართველ წმინდანს, ტომით ქართველ წმინდანს. არ არსებობს ასეთი რამ. ან სომეხი, ან არაბი, ან სპარსი, ან ასურელია. გრიგოლ ხანძთელის შემდგომ და უკვე როდესაც ბაგრატი მოდის და კურაპალატები მოდიან და სახელმწიფო უნდა ჩამოყალიბდეს ერთიან ორგანიზმად, კი თავისთავად ცხადია, თორე ადრეულ გარიჟაზე, ადრეულ პერიოდში, ხო, ქართველ წმინდანებს ვერ ვხედავთ. არ არიან ტომით ქართველები ისინი. მაგრამ არასდროს ჩვენს რეალობაში არ დასმულა კითხვა მათ ტომით სხვაობაზე. არ დასმულა, ისინი საქართველოს ეკლესიის ამ ერთობის წმინდანები არიან, მიუხედავად იმისა, რომ ტომით სხვანი არიან. რატომ? იმიტომ რომ ჩვენ უფრო სწორედ ასეთი აზროვნება გქონდა ყოველთვის.
მემკვიდრეები ვიყავით, არა სისხლის გვარი და ტომით, არამედ მემკვიდრეები ვიყავით აზროვნებით. ანუ იმათ ჰქონდათ ის აზროვნება, რა აზროვნებაც ამ ერთობისათვის იყო ნიშნეული, ამ ერთობისათვის იყო თვისობრივი. ამიტომაც არ აინტერესებს ის არაბია, ის სპარსია, ის სომეხია, ის ასურელია, ეს არ აინტერესებს ქართულ ერთობას. ქართულ ერთობას აინტერესებს, რომ აი ასე აზროვნებდა. აი ასეთი მენტალობა ქონდა, ასეთი ღირებულების პატრონი იყო. ამ შემთხვევაში ეს არის მკვიდრი მისი. ამ სხვათა შორის აი ხომ ახლა არ გავაგრძელებ ამაზე საუბარს, მაგრამ დავითის საქართველოს საიდუმლო ეს არის. ძალიან საინტერესო დავითს არ ეშინია 40,000 ყივჩახის ჩამოსახლების, ეს მარტო მეომარია თუ ოჯახში რამდენი იყო, კიდე საკითხის მეორე მხარე. არ ეშინია მათი კომპაქტური დასახლების. არ ეშინია, იმიტომ რომ აქ ცოცხლობს ის აზროვნება, რომ ვერანაირად მე ვერ ამიტკუპები სხვაში, რატო ძალიან მყარად უდგავარ იმ ღირებულებებზე, რა ღირებულებების ქართული ერთობის რეალობას ახასიათებს. ანუ მე აზროვნება მაქვს ასეთი. არ დავეკარგები იმ გენს, რა გენითაც ვარ, რა გენისგანაც ვარ ამოსაბილი. აი ამიტომაც მეგობრებო, აი ეს მომენტი ბიბლიაში ძალიან კარგად არის წარმოდგენილი, როდესაც ისრაელზე გვაქვს საუბარი, ისრაელი არ არის ჩაკეტილი საზოგადოება, ისრაელი უნდა იყოს ღირებულებით შემოსაზღვრული საზოგადოება. ისრაელის საზღვრები დადგენილია არა პოლიტიკური ნიშნით, არამედ დადგენილია რელიგიური ნიშნით. ისრაელი არავითარ შემთხვევაში არც ერთი მეფე იქნება ეს დავითი, იოსაფატი, ასა, ეზეკია, ახლა მე დიდი მეფეები ჩამოგისახელეთ. თქვენ არავის არ ევალება ის, რომ საზღვრები ჩაკეტოს და ეგვიპტესავით ჩაკეტილი ცივილიზაცია ამყოფოს ისრაელი. არავითარ შემთხვევაში უნდა იყოს ცოცხალი კულტურული, პოლიტიკური, ეკონომიური ურთიერთობები აუცილებლად, მაგრამ კატეგორიულად ეკრძალება მენტალური საზღვრები გახსნას. რელიგიური საზღვრები მოარღვიოს, რადგან ამ შემთხვევაში ადამიანის გონებაში იწყება ერთობის, უпроსტად აზროვნებაში იწყება დავიწყება იმისა, რითაც მათი ნაციონალური იდენტობა, მათი ეროვნული იდენტობა, განუმეორებლობაა განსაზღვრული. აი ეს მოვიდა ისრაელს ეგვიპტეში სწორედ. იცის რომ ა ブラ ამის ჩამომავალია, მაგრამ ა ブラ ამის ჩამომავალთათვის დამახასიათებელი აზროვნებით არ აზროვნებს. ძალიან კომფორტულად გზობს თავს იმაში, რა ქვია, ეგვიპტეში ძალიან ბარაქიანი მიწაა, წელიწადში რამდენჯერმე მოდის მოსავალი და უბრალოდ რაღაცა მარტივად რიტუალური რაღაცა წესების აღსრულებით აფიქსირებს თავის იდენტობას ეგვიპტის მიწაზე. საცაბოლოოდ აუცილებლად გაქრობამდე წავა და აუცილებლად გადაგვარებამდე წავა. რაღაც ამდაგვარი გვჭირს ჩვენც, ოდესაც აი თუ კი წმინდა მამათა ლიტერატურას მივაქცევთ ყურადღებას, წინადაცვთა ყველგან აბსოლუტურად აი ვინმეს თუ ხელი მოუკიდია ამ დეტალზე, ყველა საკრა თქმა უნდა წინადაცვთა წინასახია, სიმბოლოა, იგავური მინიშნება ნათლისღებისა და აი ნათლისღებაზე როცა გვაქვს საუბარი ჩვენ აი როდესაც გეგმავთ რაღაცა გავიდეთ ამ არწუხებიდან, გავიდეთ აი იმიდან, რა ქვია, მძიმე მდგომარეობიდან და ჩვენმა ერთობამ თავისი სახე, თავისი იდენტობა შეინარჩუნოს, ამას უნდა დავეხმოთ, სწორედ რომ როდესაც მე ნათლისღების იმას რა ქვია ემბაზიდან გამოვდივარ და როდესაც მე სულიწმიდის ბეჭედს ვიღებ, ამას არ უნდა ვაკეთებდე, იმიტომ ანუ ბავშვს ამას არ უნდა უკეთებდე, ბავშვს ატონათლავთ ამაზე შეგვიძლია მე ვილაპარაკოთ. ამ საიდუმლოში მონაწილეობას არავითარ შემთხვევაში არ უნდა ვიღებდე, იმიტომ რომ მე ქართველი ვარ და ჩემი მამა პაპა ინათლებოდა. ეს არის ჩვენი სიკვდილის, ჩვენი დასასრულის აუცილებელი წინაპირობა. ეს ერთობა გაქრება, ვერ დარჩება თუ კი საეკლესიო საიდუმლოში მონაწილეობას მიიღებს, იმიტომ რომ ქართველია. არ შეიძლება ეს, იმიტომ რომ ქრისტიანობა, ანუ გამოცხადებით რელიგია ისრაელისათვის ისაც ა ブラ ამს გამოეცხადა, ახალი ისრაელისათვის ისრას ასევე ა ブラ ამის ახალ შთამომავლობას, ანუ სულიერ ისრაელს გამოაცხადა ჩვენი მაცხოვრისაგან. ქრისტიანობა გამოცხადებითი ჭეშმარიტება და ამ შემთხვევაში ქრისტიანობაზე გვაქვს თავისავად ცხადია საუბარი და ძველი ისრაელის შემთხვევაში ა ブラ ამის რელიგიაზე გვაქვს საუბარი თავისავად ცხადია, არ არის გვარტომობრივი ნიშნით წარმოდგენილი. მე ქრისტიანი არ ვარ, იმიტომ რომ ჩემი წინაპარი იყო ქრისტიანი. ეს არ შეიძლება ასე ფიქრი. თუ ამ გზას გავყვებით, მაშინ არანაკლები ვაჟკაცი და არანაკლები ისე რა ქვია, პატრიოტი და არანაკლები დიდი წინაპრები მყავდა მაშინ, როდესაც არ მასწევდნენ თაყვანს. მე თუ წინაპრის კულტით ამა განსაზღვრული რელიგიური ჭეშმარიტების გააზრება, მაშინ მე არ მას უნდა დაუბრუნდე, იმიტომ რომ მართლა დიდი ვაჟკაცები და ფარნავაზი მართლა საოცრება იყო, აი რომელი ქრისტიანი მეფე, ხო, გაუტოლდება მის საოცრებას, ხო, ძალიან დიდი იყო ფარნავაზი, ხო, ძალიან დიდი იყო იქ ანუ რისი თქმა მინდა მე, რომ ის რაც მოვიდა ისრაელს ამ საფრთხის წინაშე დგას ყველა ერთობა, რომელსაც აქვს პრეტენზია, რომ მას აქვს ურთიერთობა გამოცხადებით ჭეშმარიტებასთან, ამ შემთხვევაში ჩვენ.
ჩვენ სულიერი ეგვიპტე გვაქვს ამ აზრით, როდესაც რაღაცა ქართული გვარტომობრივი ის რა ქვია მოხადულობით ფიქრობთ რომ ქრისტიანები ვართ, ასე არა. ქრისტიანობით უნდა ვიფიქროთ რომ ქართველები ვართ და არა ქართველობით რომ ქრისტიანები ვართ. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა. ის აზრი თუ დავკარგეთ, რაზეც აეწყო ქართული იდენტობა და მარტო ამას ჩავებღაუჭეთ, რაც მივიღეთ შედეგად. შედეგს თუ ჩავებღაუჭეთ და შედეგის მომცემი წყარო დავკარგეთ. ამ შედეგსაც დავკარგავ თავისთავად ცხადია და ის წყარო დაკარგული იქნება და დაკარგული. ჩვენი საიდუმლო, ჩვენი გადარჩენის საიდუმლო ეს არის. იმ წყაროს არ ვანებებდით თავს, რაც შედეგს იძლეოდა. დღეს, როდესაც აი იმას რა ქვია, უბრალოდ აი ამ ეპოქაში რა ქვია, აი ამ სეკულარული ეპოქაში, რომელიც შეუქცევადია და წმინდა წერილში წერია, ბოლოს ანტიქრისტე უნდა მოვიდეს და სამყარო სეკულარული იქნება, თავისთავად ცხადია, პოსტმოდერნულ ეპოქაში სწორედ მიმართება აი ესეთი ერებისადმი, რომელი ერებიც ღირებულებებზე არიან ორიენტირებულები, აი თავარი ბრძოლა აქვს აგეკენ შედეგებზე გააკეთებინონ ორიენტირება და არა წყაროზე. ჩვენ აქ უნდა გავიმარჯვოთ სწორედ რომ შედეგებსკენ უნდა ჩავებღაუჭოთ. უნდა ჩავებღაუჭოთ იმას, რაც შედეგს იძლევა. და ეს არის ძალიან ამის თქმა მინდოდა აუცილებლად და ისრაელის დეტალი ეს არის. დაივიწყეს რა წინა ლექციაზე ვამბობდი. იოსების ანდერძი, როდესაც ღმერთი ამ მიწიდან გაგიყვანთ, ჩემი ძვლებით წაასვენეთ თანანუ. აქედან რო წასასვლელები არიან, ეს დაივიწყეს. ახლა მეორე საკითხს მივხედოთ ძალიან საინტერესო, ძალიან მნიშვნელოვან წმინდა წერილში წერია ასეთი სიტყვები მოვიდა სხვა ფარაონი, რომელმაც იოსები არის. ჩვენ უკვე ვისაუბრეთ იმასთან დაკავშირებით, რომ მოკვდა იოსები, მოკვდა მისი ძმები, გადავიდა მთელი ის თაობა და თაობათა ცვლილების შესახებ ვისაუბრეთ. რაღაცა გრაფიკებს იმავშებოდ ზოლებს ხაზავდი და რაღაცნაირად ეს ბიბლიური ხედვა თაობათა ცვლისა წარმოვადგინეთ, თქვით რომ არსებობს ორი ტიპის ახალი თაობა არ ნიშნავს შემდეგ თაობას, ახალი თაობა ნიშნავს შეიძლება რამდენიმე გენერაციის მერე მოსულ, მაგრამ სხვა თაობას, აი ამ შინაარსით არის გამოყენებული ეს სიტყვა და ორი ტიპის სხვა თაობა, ანუ ორი ტიპის ახალი თაობა გვაქვს ჩვენ წმინდა წერილში, ერთი ტიპის ახალი თაობა, რომელსაც ავიწყდება ეს წყალობა, რა წყალობაც ღმერთმა უყო მათ მამაპაპას და მეორე ტიპის ახალი თაობა, რომელიც იხსენებს იმ წყალობას, რა წყალობაც ღმერთმა უყო მათ მამაპაპას. ერთი ტიპის, პირველი ტიპის ახალი თაობა დამვიწყებელი ღირებულებებისა იწყებს რაღაცა ყალბი პროგრესულობით თავის იდეების წარმოდგენას და ბოლოს გრებამდე და მონობამდე მიდის, ხოლო მეორე ტიპის ახალი თაობა აი ამ ყალბ პროგრესულობაზე ამბობს, სწორედ უარს ორიენტირებულია ღირებულებებზე და იწყებს მონობიდან განთავისუფლებას და იწყებს იმას, რა ქვია, მშენებლობის პროცესს. აი აქ სწორედ ამ ადგილას შევწყვეტეთ ჩვენ თხრობა და აი ახლა წმინდა წერილი გვეუბნება, რომ მოვიდა სხვა ფარაონი, რომელმაც იოსები არის. აი სხვა ფარაონია ძალიან საინტერესო. მეგობრებო, წინ გეტყვით, იყო მცდელობა მოსეს დროინდელი ფარაონისა და გამოსვლის დროინდელი ფარაონის იდენტიფიცირებისა, ადრეულ სამეცნიერო ლიტერატურაში აღსახელებდნენ კიდევაც ამ ფარაონს, მაგრამ დღევანდელი სამეცნიერო ლიტერატურა ხაზგასმით ამბობს, რომ ამ ფარაონის იდენტიფიცირება აბსოლუტურად გამორიცხულია. ვერ ვიტყვით, რომელი ფარაონის დროს ხდება ან ერთი, ან მეორე, ზოგადად შეგვიძლია ვთქვათ, რომ უნდა იყოს ან მე-15 ან მე-16 დინასტია. სავარაუდოდ ასე უნდა იყოს. ყოველ შემთხვევაში ხაზგასმით ფარაონს ვერ დავასახელებთ, ამას პირდაპირ გეუბნებით. მოვიდა სხვა ფარაონი, რომელმაც არ იცოდა იოსები. ახლა ეფრემასური ამბობს ასეთ რაღაცას, წარმოუდგენელია ამ ფარაონს არ ცოდოდა იოსები, რადგან იოსების შესახებ ვიცით ჩვენ დღევანდელ დღესაც კი. პლუს ამას არ შეიძლება ამ ფარაონს არ ცოდოდა იოსები, ვინაიდან იოსების რეფორმატორულმა მოღვაწეობამ ეგვიპტეს მოუტანა კონსოლიდირებული და კონცენტრირებული პოლიტიკური, ეკონომიური მმართველობა. იოსების რეფორმებმა ეგვიპტე გადაარჩინა შიმშილისაგან, ასე ვთქვათ, დამცრობას და სწორედ იოსების რეფორმატორული მოღვაწეობიდან გამომდინარე, თავი რო დავანებოთ იმას, რომ ფარაონის სახლმა საკმაოდ დიდი პრივილეგიები სამხედრო და რელიგიურ ელიტაზე მოიპოვა და ეს დიდი ხანი არსებობდა ეგვიპტეში, პლუს ამას ეგვიპტეს მიეცა საშუალება კიდევ ერთხელ გამოსულიყო საიმპერიო ასპარეზზე, თუ კი მას ამისი, ასე ვთქვათ, სურვილი ექნებოდა და მან ამის რეალიზება თავისთავად ცხადია გააკეთა და შესაბამისად ეფრემასური ამბობს, რომ წარმოუდგენელი იყო ამ ფარაონს არ ცოდოდა მაშინ იოსები, როდესაც იოსები და მისი საქმეები დღევანდელ დღემდე ვიცით. ამიტომ ამ ფარაონმა არ იცოდა იოსები, ეფრემასურის ამ მითითები და ზოგადად საეკლესიო ლიტერატურაში წასია და ბიბლიური თხრობაც ამას გვთავაზობს, რაღაც სხვა რამეს უნდა ნიშნავდეს და არ უნდა ნიშნავდეს იმას, რომ ამ ფარაონმა არ იცის იოსების არსებობა. იოსების არსებობა არ იცის კი არა, ზოგადად მე თქვენ გითხარით, ეგვიპტელებს ჰქონდათ წესი, ასეთი წესი, იწერდნენ ყველაფერს, ბიბლიოთეკა ჰქონდათ სავსე.
აი საოცარი კულტურა ჰქონდათ ბიბლიოთეკის კეთების და საოცარი კულტურა ჰქონდათ აი ამ რა ქვია ინფორმაციული სიუხვი შეკრებისა და საქმე წარმოუდგენელი იყო ჩვენ ცოტა მოგვიანებით ვიტყვით რომ სავარაუდოდ ეგვიპტურ გრაგნილებში ებრაელთა შესახებ ინფორმაციებიც გამოცხადებითი დეტალებიც კი ჩაწერილი უნდა ყოფილიყო ამას ცოტა მოგვიანებით შევეხებით ამიტომ არ იცოდა ამ იოსების სულ სხვა რამეს უნდა ნიშნავდეს და რას უნდა ნიშნავდეს ამას უნდა მივაქციოთ ყურადღება მეგობრებო როგორც უკვე აღნიშნე ეგვიპტის ცივილიზაცია ჩაკეტილი ცივილიზაცია იყო ძალიან რთულად ხდებოდა ამ ცივილიზაციის შესწავლა ორიენტოლოგიის მიერ მაგრამ როდესაც ბოლო-ბოლო განვითარდა ეს მეცნიერება და ამასთანავე ეგვიპტურ მისტერულ სამყაროს ფარდა ეხადა და შეძლეს ეგვიპტური ისტორიის უფრო ხსოვნისმსევლად წარმოჩენა, შეძლეს მეტნაკლებად დინასტიების იდენტიფიცირება და საერთოდ რა ნიშნით ხდებოდა დინასტიის დაყოფა ეს ბოლომდე დღემდე გაუგებარია, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ეგვიპტის საიდუმლოებები ნელ-ნელა იხსნება. აი სწორედ ამ ისტორიულ წყაროებზე დაყრდნობით ჩვენ ძალიან ფასეულ ინფორმაციას ვიღებთ ბიბლიური თხრობის ამ კონტექსტში და ჩვენ ხელთა გვაქვს ვინმე მანეთონის ქურუმ მანეთონის ცნობა რომელიც იმდროინდელი გადასახედიდან ისტორიკოსადაც შეგვიძლია შევაფასოთ ახლა დღევანდელი გადასახედიდან ის ისტორიკოსი ვერანაირად ვერ იქნება უფრო მოვლენათა სუბიექტური აღწერილია მაგრამ თავისი დროის ისტორიკოსი უნდა ყოფილიყო და აი მანეთონის ცნობაში ჩვენ გვაქვს ერთი ძალიან საინტერესო ისტორიული ცნობა რომელიც გვიხსნის მთელ ამ ბიბლიურ ასე ვთქვათ ერთგვარ გაუგებრობას. მე შეგახსენებთ რომ გაუგებრობაში გულისხმობა არა მარტო იმას რომ ეს ამ ფარაონმა იოსები არ იცის. მეორე რამის გაუგებრობა მინდა შეგახსენოთ რომელიც ჩვენ წინა იმაზე ვისაუბრეთ, წინა წიგნის განხილვისას ვისაუბრეთ. გაიხსენეთ მეგობრებო ერთი ასეთი რამე, რომ როდესაც იოსების ძმები ჩადიან იოსებთან და იოსებს არ უნდა თავის გაცხადება მათთან და ეგვიპტელ მმართველად უნდა წარმოდგენა, ტრაპეზს უმართავს და ტრაპეზი არის ორგანყოფილებიანი ასე ვთქვათ. ხო იოსების ძმები ცალკეს ხედან და იოსები ცალკეს ის და წერია რატომ იმიტომ რომ ეგვიპტელთათვის სისაძაგლე იყო მწყემსებთან ერთად საჭმელი ჭამა ეზიზღებოდა მწყემსებს ვერ იტანდნენ ამის სხვადასხვა მიზეზი შეიძლება არსებობდეს მაგრამ ნუ ყოველ შემთხვევაში ფაქტია რომ ეგვიპტური რელიგია მწყემსებს ძალიან ცუდი თვალით უყურებდა ნუ ერთ-ერთი მიზეზი გახდათ ის რომ მწყემსები ცხობშეწირისათვის იყენებდნენ იმ ცხოველებს რაც ცხოველიც გაღმერთებული ყავდათ ეგვიპტელებს აი ამ კონტექსტში გახსოვთ რა მოხდა როდესაც იოსებს ესე იგი იოსების აი ეს პედაგოგიკა გულისხმობს რომ ძმებმა სხვაგან ჭამოდა მან სხვაგან ჭამოს რომ ეს ეგვიპტური ზიზღი გამოხატული იყოს როდესაც იაკობი ჩამოდის როდესაც ისრაელი ჩამოდის ეგვიპტეში იოსები ეუბნება იაკობს რო კითხავსო ფარაონი რა საქმეს ეწევი რა საქმიანობას ეწევი უთხარი წყემსი ვარ мама პაპიდან ანუ უთხარი ისეთი რამე რაც ეგვიპტელისათვის არის საზისხარი პირიქით არ უნდა ყოფილიყო. უნდა ყოფილიყო რომ იოსებს უნდა ეთქვა იაკობისათვის რომ დამალეთ რომ წყემსები ხართ, დამალეთ რომ ამ იმასაშუალებლად რა გვერ იტანენ ასეთ რამეს და ცუდ პირობებში აღმოჩნდებით. და არა, პირიქით იოსები უნდა რო ეზიზღება ფარაონს ის უთხარი ზუსტათო. ეგვიპტელებს რო შეგაშიაძულებს თქვენ თავს ის უთხარი სწორედო. აი ეს ორი ძალიან გაუგებარი მომენტი კიდევ ერთ დავამატებ მაგრამ ეს მესამე შეიძლება თვითონ გამოწოვილი იყოს მაგრამ მე მაინც დავამატებ ამ მესამეს გაიხსენეთ ის რომ ფარაონმა სიზმრები ნახა და ვიღაცა სემიტი პატიმარი ამოიყვანეს რომელსაც უმძიმესი ბრალდება ჰქონდა და რომლის ბრალდების მიღმაც სიკვდილით დაჟას ითვალისწინებდნენ და იოსები წინასწარი დაკავების საკანშია და გამოძიება მიდის მის საქმეზე რომელიც აუცილებლად იოსების იმის რა ქვია დახვრეტის მუხლით უნდა დასრულდეს და აი ასეთი განწირული პატიმარი ამოყავს ფარაონს და უცებ მას ხდის ეგვიპტეში მეორე ადამიანად, მეორე კაცად დასვავს, თავის მეორე ეტლზე დასვავს და ამბობს, რომ ესე იგი მთელი ეგვიპტე მასე მორჩილება და მხოლოდ ფარაონი მასე მხოლოდ ტახტით არის ამაღლებული. ძალიან საეჭვოა ეს პატიმარი, ეს დამნაშავე, ეს რა ქვია, სემიტი, რაღაცა ისეთი ტიპი, რომელსაც არაფერი არ აქვს ხელჩასაჭირი იმისაც ყურადღება მიიქცევს, უცებ სახელმწიფოში პრემიერ-მინისტრის ისგება, ну, რა ქვია, მეფის შემდგომ პირველი კაცი ხდება. აი ეს გაუგებრობები წმინდა წერილში იხსნება სწორედ იმ ცნობით, რაც ცნობასაც გვაწვდის მანეთონი და რასაც შემდგომ ეს ორიენტოლოგია თავისი სამეცნიერო კვლევებით რა ქვია, ადასტურებს. რაზე აქვს საუბარი მანეთონს? არ ვიცი რატომ ამბობს მანეთონი, მაგრამ ღმერთები განისხდნენ ეგვიპტეზე.
მთის ხალხი, უცხო ხალხი ერთი და იგივე ტერმინია, ვინაიდან ეგვიპტე არ არის მაინც მთიანი ლანდშაფტისა და უცხო ხალხს, მთის ხალხსაც უწოდებდნენ. შემოვიდნენ, რა ქვია, ეგვიპტის საზღვრებში, დალეწეს ტაძრები, დაანგრიეს ტაძრები, შეურაცხყვეს ღმერთები და ძალიან მუქ ფერებში გვიხატავს მაშინდელი ეგვიპტის ისტორიას. მანეთონის მითითებით მოხდა ისე, რომ ამ უცხო ტომელებმა აი ამ ექსპანსიამ, სამხედრო ექსპანსიამ შეარყია ეგვიპტე, დასცა ეგვიპტური კულტურა, დასცა ეგვიპტური რელიგია და ეგვიპტე განადგურების პირას მიიღო. რაზე საუბრობს მანეთონი? მანეთონი ძალიან სუბიექტური, არაფერი მსგავსი არ მომხდარა. იყო სახელმწიფო გადატრიალება, მაგრამ არა ეგვიპტის დამცრობის, არამედ პირიქით ეგვიპტის გაძლიერების ხარჯზე. მეგობრებო, საქმე ის გახლავთ, რომ იმ უცხო ხალხის შემოჭრას, რომელზეც საუბრობს მანეთონი, რაღაც ტერმინს ხმარობს, მე ეს ტერმინი არ მახსოვს, რომ სამეცნიერო ლიტერატურაში ეს ტერმინი სხვანაირად არის დაფიქსირებული და როგორც სამეცნიერო ლიტერატურაში იმას გამოვიყენებ. საუბრობს ეგრეთ წოდებულ ჰიქსოსთა შემოსევას. ვინ არიან ჰიქსოსები? ჰიქსოსები არიან ეგრეთ წოდებული წყემსთა მეფეები, ანუ წყემსების ტომები, სემიტური ტომები, რომელთა შემოსევა, რომელთა მასიური შემოჭრა ეგვიპტის ტერიტორიაზე ისტორიული ფაქტია. ისინი შედიან, ესე იგი, ეგვიპტე როგორ არის, წარმოიდგინეთ ეგვიპტის რუკა რა, ახლა ასე არ მაქვს ამის საშუალება, წარმოიდგინეთ ეგვიპტის რუკა და ეგვიპტე იყოფა ორ ნაწილად. ზემო ეგვიპტე და ქვემო ეგვიპტე. ქვემო ეგვიპტე არის ის, რომელიც ხმელთაშუა ზღვასთანაა და ზემო ეგვიპტე არის პირიქით, აი რუკას რო დავხედავთ, სამხრეთ მხარეს არის ზემო ეგვიპტე. ესე იგი, ხდება შემოსვლა ამ ჰიქსოსების, ამ სემიტური ტომების შემოსვლა ხდება ქვემო ეგვიპტეში. ისინი ნილოსის დელტას იკავებენ, დაარსებენ თავიანთ ქალაქებს, თავარი ქალაქი ავარისი იყო და შემდგომ თებეს დაარსებენ და ასე შემდგომ და გამოუყვებიან ნილოსის დინებას და ნელ-ნელა ამოდიან ზემო ეგვიპტემდე. ფიქრობენ და ვარაუდობენ, რომ ზემო ეგვიპტის ბოლომდე დაპყრობას ჰიქსოსებმა ვერ შეძლეს და რაღაცა ის ზემო ეგვიპტეს ნაწილი დარჩა ავტოხტონურ, ანუ ეგვიპტური ჩამომავლობის ფარაონთა დინასტიას და აი ორ მეფობასავით იყო მაშინ ეგვიპტეში, მაგრამ არის მეორე აზრი, ამას უფრო მემხრობი პირადად მე, რომ ჰიქსოსებმა მთელი ეგვიპტის, ასე ვთქვათ, დაპყრობა შეძლეს და დედაქალაქი გადაიტანეს ნილოსის დელტაში, ქალაქი ავარისი, იქ იმას აქნეს, წარმოადგენეს თავიანთი კულტურული, პოლიტიკური და ეკონომიური ცენტრი და მოხდა სწორედ ეგვიპტელისათვის ემით გამოუთქმელი შეურაცხყოფის მიყენება. მოხდა რა? არაფერი ეგვიპტეს ცუდი, ესე კარგი სმედი ჰიქსოსებისგან არაფერი მიუღია, მაგრამ თავარი რამე არისაც ეგვიპტელი ისტორიკოსისათვის, მანეთონისათვის არის მიუღებელი რა. ტახტზე ზის სემიტი ფარაონი, ტახტზე არ ზის ქამიტი ფარაონი, ტახტზე არ ზის ეგვიპტელი ფარაონი. ფარაონია, მაგრამ უცხოტომელი. აი ამაზე დიდი შეურაცხყოფა ეგვიპტისათვის არ არსებობს. ძალიან ძიმედ გადააქვს ეგვიპტეს ეს და ოდესაც მანეთონი ღმერთების რისხვაზე საუბრობს, ეს რისხვა არის არა ომი, ომებს ღმერთების რისხვას ასე არ უწოდებენ. ომი კი არ არის ის შეურაცხყოფა, რა შეურაცხყოფაც ეგვიპტემ გადაიტანა სემიტი ფარაონების მმართველობით ეგვიპტის მიწაზე. შემდგომ მოხდება ასე, მეგობრებო, ესე ამ სემიტმა ფარაონებმა რა გააკეთეს? ამ სემიტმა ფარაონებმა გააკეთეს ის, რომ ჯერჯერობით სუბუქის შვილდი და ესა რა ქვია, საბრძოლო ეტლი მათ შემოიტანეს ეგვიპტეში სწორედ არამც თუ ეგვიპტური რელიგია დაამსვეს, არამედ ხდება ეგვიპტური ტაძრების და ხდება ეგვიპტური კულტურის ძალიან აყვავება და ძალიან წინწასვლა, ხდება ეგვიპტის ეკონომიკის ძალიან წამოწევა და აი რაღაცნაირად ეს სემიტი ფარაონები ეგვიპტელი ფარაონების სახელებსაც კი ირგებენ, ახლა რამდენად რამდენიმე ფარაონში სემიტურ იმას აქვს სემანტიკას სახელებში სემიტურ ნიშნებს და სემანტიკას ხედავენ. მაგრამ ამას თავარი რა არის, რომ სემიტმა ფარაონებმა, ანუ ჰიქსოსთა დინასტიამ ააყვავა ეგვიპტე და ძლიერების ერთ-ერთ საფეხურზე მიიყვანა ყოველგვარი ეგვიპტურის დამცრობის გარეშე. მათ ეგვიპტის სოციალურ-პოლიტიკური მართლობას არ შეცვალეს ნომებად დაყოფილი ეგვიპტე, ნომებად დატოვეს, ნომარქები, ანუ ნომის თავები მართავდნენ ნომებს, არ შეეხნენ და პრივილეგიები დაუტოვეს სამხედრო და რელიგიურ ელიტას, ქურუმთა კასტა ასევე არის გამოყოფილი და პრივილეგირებული და შესაბამისად ეგვიპტე მადლობელი უნდა იყოს რაღაცა აზრით, ახლა თავის დავაწყდება ოკუპაციის მადლობელი არასდროს არ უნდა იყოს, მაგრამ რაღაცა აზრით რო თქვა, ასეთი მძიმე ფერებით, მძიმე მუქ ფერებში, როგორ მუქ ფერებშიც მანეთონი ჰიქსოსთა შემოსვლას ახასიათებს, ასეთი რამე ეგვიპტეში არ უნდა მომხდარიყო.
შემდგომ რა ხდება? შემდგომ ზემო ეგვიპტეში თებესნომარქი ძლიერდება და ნელ-ნელა ხდება უკვე პროცესი, ადგილობრივი ფარაონთა დინასტია უნდა დაბრუნდეს მთელი ეგვიპტის მმართველობის სათავეში და ხდება აი ამ მასე რა ქვია მდინარის კალაპოტზე გამოყოლება თებესნომარქი ზემო ეგვიპტეში ძლიერდება და ნელ-ნელა უკვე პროცესი იწყება და საბოლოოდ მოხდება იმის რა ქვია ჰიქსოსთან სემიტური აი ამ მმართველობითი დინასტიის ჩამოგდება, სემიტების ბატონობის გაუქმება და კვლავ რა ქვია ადგილობრივი დინასტიის წარმომადგენელი ადის ფარაონის ტახტზე. აი მეგობრებო, მოსეს შობამდელ პერიოდზე, როცა გვაქვს საუბარი, გულისხმობთ ამასწორებ. იოსები რო გაიყიდება და ჩავა ეგვიპტეში, ისრაელს შიმშილის გამო რომ ჩასვლა უწევს ისრაელში, იმაში ეგვიპტეში, ეს არის ის ეპოქა, რომელსაც აი ეს რა ქვია ეგვიპტელი ისტორიკოსი მიგვითითებს და გვეუბნება რომ ესე იგი სემიტი ფარაონებია ასული იმის კარზე, რა ქვია ფარაონის ტახტზე. ფარაონს სემიტ ფარაონებს აწყობდათ, ჭირდებოდათ და უნდოდათ სემიტური ელემენტის გამრავლება და სემიტური ელემენტის გაძლიერება განსაკუთრებით ქვემო ეგვიპტეში, განსაკუთრებით ნილოსის დელტაში. აი სწორედ ეს გახლავთ მეგობრებო, ერთ-ერთი ესე ქვია მიმართითებელი, ერთ-ერთი მიმანიშნებელი იმაზე, რატომ დაინტერესდა უცებ ფარაონი პატიმარი იოსებით, რომელსაგანაც გაიგო რომ სწორედ მწყემსია და ეგვიპტური რელიგია ორეულის შესახებ ძალიან კარგად მოარგო ამ მწყემს ბიჭუნას, რომელსაც გამოცხადება, რომელსაც რაღაცა ძალიან ნიჭიერი ჩანს. და ასეთი ნიჭიერი მას ტახტის ახლოს ძალიან ჭირდება. აი ეს გახლავთ მიზეზი, რატომაც იოსები ეტყვის იაკობს, რომ გეტყვის ფარაონი, რა საქმეს მისდევო, უთხარი მწყემსი ვარო. კი, ეგვიპტელ ქურუმებისთვის სისაზღვრია, ეგვიპტელი ქურუმები ამას უარყოფითად შეხედავენ, მაგრამ ფარაონი და მართველი პოლიტიკური ძალა ამას შეხედავს დადებითად. ამიტომ კონფლიქტი რო არ გამოიწვიონ, ქურუმთა კასტა ყოველთვის პრივილეგირებული ხარ იმას ანიშნავს, ფარაონი ერის მოთხრობით ელაპარაკებოდა ქურუმებს, მაგრამ ქურუმების და მთავარსარდლების აზრს ყოველთვის იზიარებდა და არასდროს ეს ზოგადად იწოდეთ მეგობრებო, რომ არც ერთ ხელისუფალს არ აქვს, არც ერთი ხელისუფალი არ მიდის ამ რისკზე და ყველა ხელისუფალი ერიდება რელიგიური და სამხედრო ელიტის გადაკიდებას და კონფლიქტს მასთან. არავისთვის არ არის ეს მისაღები. სხვაგვარად რო ვთქვათ, როდესაც იაკობი იტყვის, რომ მწყემსები ან 70 კაციანი სული მწყემსების ოჯახია ჩამოსული, ფარაონისათვის ეს არის მიმანიშნებელი იმაზე, რომ აი ეს ელემენტი კიდევ ერთი შემადგენელი უნდა გახდეს, რადგან იოსების ოჯახს წარმოადგენს იმისა, რომ სემიტური დინასტია მათ სიმრავლეს და მათ ელემენტს დაეყრდნობა, მაგრამ ქამიტური იმისათვის, რა ქვია, ფარაონების მაპატეთ ქურუმებისათვის ეს უნდა გახდეს იმისი მიმართითებელი, რომ ეს ხალხი თუ იქნებიან ეგვიპტეში, შორს უნდა იყვნენ და მათთან არანაირი კონტაქტი არ უნდა ჰქონდეთ. ამიტომაც გამოსავალი იქნება სწორედ ისაც უნდა იოსებს. რა არის ეს გამოსავალი? გესემის მხარე. ძალიან ნაყოფიერი, ძალიან კარგი ადგილი, მაგრამ ჩრდილო-აღმოსავლეთით პელუზიუმის შენაკადთან დელტაში, ნილოსის დელტაში პელუზიუმის შენაკადთან ჩრდილო-აღმოსავლეთით ეგვიპტისა დასახლდება ეს ხალხი ძალიან კომფორტულად, ძალიან კარგ ადგილას და მათი გამრავლებისათვის და მათი უსაფრთხოებისათვის ყველა პირობა იქნება შეძენილი. აი ეს გახლავთ მეგობრებო, სწორედ რაც გვიხსნის წმინდა წერილის აი ამ მითითებას. მოვიდა სხვა ფარაონი, რომელმაც იოსები არ იცოდა. სხვა ფარაონი მოვიდა რას ნიშნავს? გადატრიალება მოხდა, ანუ ის კომფორტული გარემო, რა კომფორტული გარემო შექმნილია ეგვიპტეში ისრაელისათვის. აი ეს კომფორტული გარემო ხდება, ეს კომფორტული გარემო აღარ არსებობს. გადატრიალება მოხდა ისრაელისათვის არახელსაყრელი პოლიტიკური ამინდიდგება და სხვა ფარაონი, რომელიც მოდის, არ იცის იოსები ნიშნავს, არა იმას, რომ არ იმაშება, რა ქვია, იოსების შესახებ ინფორმაცია და არა, არ ცნობს იოსებს, არ აღიარებს იოსების ღვაწლს, ამცრობს მას და ეგვიპტის პოლიტიკა ახლა უკვე იმ ნიშნულით ყალიბდება, რომ რაც არანაირად არ იქნება ეს სარგებელი იმისათვის, რა ქვია, ისრაელისათვის, რომელიც კომფორტულად ზომდა თავს. აქ კიდევ ერთი ძალიან საინტერესო ელემენტია, რომელსაც მე უბრალოდ ვიტყვი, მაგრამ რომლის შესახებაც საუბარს არ გავაგრძელებ. სხვაგან თუ დამჭირდა ამის შესახებ ვისაუბრებთ აუცილებლად. ეს გახლავთ მეგობრებო ძალიან საინტერესო მომენტი. წმინდა წერილში ჩვენ ხედავთ, რომ დაემთხვა ერთმანეთს ორი რამე. ისრაელმა უნდა გაიხსენოს იოსების ანდერძი და აი ამას ემთხვევა პოლიტიკური ამიდის მის საწინააღმდეგო შეცვლა.
როგორ შეიძლება ეს დამთხოვა მოხდეს ერთმანეთს? რანაირად უნდა მოხდეს ეს როგორ ვფიქრობთ? ამას აკეთებს ღმერთი. ამას აკეთებს ღმერთი. ჩვენ ცოტა მოგვიანებით ვნახავთ ძალიან საინტერესო რამეს. იმპერიები, წარმოშობა, დანგრევა, დინასტიების შეცვლა, გადატრიალებები, ასე შემდგომ და ასე შემდგომ. ეს კეთდება, იმიტომ რომ ღმერთი დაუშვებს ამას იმისათვის, რომ ჭირდება თავისი ხალხისათვის. მე ამას თქვენ ზუსტად განვიხილეთ. წაგაკითხეთ ბიბლიაში ზუსტად ამ მუხლებს წაგაკითხეთ. უნდა ღმერთს ასე თავისი ხალხისათვის უნდა. მიყვება თავისი ხალხი ამას, ატირდება, შეინანებს და მოექცევა, მაშინ ეს ყველაფერი სასიკეთოდ მოტრიალდება. არ ატირდება, მაშინ ეს განგებულება გულისხმობს, რომ დაინგრევა და დაილეწება ამ იმპერიების წარმოშობის წიაღში, რომელსაც ღმერთი დაუშვებს. ამას ჩვენ ვნახავთ, აუცილებლად ვნახავთ შემდგომ და შემდგომ. აი ახლა ამას უნდა მივაქციოთ ყურადღება, რომ ამინდი, პოლიტიკური ამინდი შეიცვალა იმაში, რა ქვია ეგვიპტეში და ისრაელის მდგომარეობა არის ძალიან არასახალბიო. ახლა აი ეს ახალი ფარაონი, ანუ ახალი დინასტიის წარმომადგენელი დაიბარებს თავის, ესე იგი, მოიწევს სახელმწიფო სამწუხაროდ, სავარაუდოდ ეს არის ანუ ქურუმთა კასტა, სამეფო კარი, თავისი სამხედრო ელიტის წარმომადგენლებით და აი ისტორიული სიტყვით გამოდის ეგვიპტის ფარაონი, ეს ახალი ფარაონი, ახალი დინასტიის წარმომადგენელი, რომელიც ეთქვის თავის სახელმწიფო აპარატს, რომ ეს ხალხი, ანუ ისრაელზეა საუბარი, ძალიან მრავალრიცხოვანია და ძლიერი არიან. აი ახლა რაღაცნაირად რამე მოვიფიქროთ, აი წმინდა წერილში ძალიან კარგად წერია ვისიბრძნოთო, ანუ რაღაცა ჭკუა ვიხმაროთ ისეთი, რომ ამ ხალხის გამრავლებას დაუდოთ, ისა რა ქვია, საზღვარი. რადგან თუ კი ომი ატყდა, მაშინ ისინი ჩვენს წინააღმდეგ დადგებიან და ესე იგი, რა ქვია, ჩვენ დაგვიპირისპირდებიან და მტერს მიემხრობენ. აი ეს არის ძალიან მეგობრებო. აი ჩვენ ნახავთ შემდგომ კიდე ერთ მომენტს, მაგრამ ჯერ ამას მივაქციოთ, რომ სხვა ფარაონი იქნება უბრალოდ ამიტომ, რომ აი ახლა რასაც ამბობს ეგვიპტელი ფარაონი, ამაზე შეწინააღმდეგება არაფერთან შეიძლება. აი აქ ეგვიპტელი ფარაონი არის მართალი. დიახ, ეს ასე იქნება. ნახეთ რაზე აკეთებს აქცენტს ფარაონი. თუ კი მტერი შემოვა, საიდან უნდა შემოვიდეს მტერი? მტერი შეიძლება ეგვიპტეში სხვადასხვა ადგილიდან შემოვიდეს, შეიძლება ეთიოპიიდანაც შემოვიდეს, შეიძლება ლიბიიდანაც შემოვიდეს. მაგრამ ამ შემთხვევაში ფარაონის სიტყვა უკავშირდება მტრის შემოსვლის იმ ადგილს, რომელი ადგილის პრაქტიკულად ბუფერულ ზონად არის ქცეული ეგვიპტისათვის. რა ადგილია ეს? ჩრდილო-აღმოსავლეთი ეგვიპტისა, ნილოსის დელტის პელუზიუმის შენაკადის მიმართულება, კერძოდ გესების ხანი. აი თუ ჩრდილო-აღმოსავლეთით და იცით რომ ეგვიპტეს სწორედ სემიტური ტომები ესაზღვრება, თუ კი მოხდა ამ ტომების გაძლიერება და ჯარი დაიძრა ეგვიპტის წინააღმდეგ, ორი სცენარი შეიძლება განვითარდეს ეგვიპტის რეალობაში. ერთი არის ის, რომ უბრალოდ სემიტურმა ტომებმა გზა გაუხსნან და გამოატარონ კორიდორი გაუკეთონ ეგვიპტის შუაგულისაკენ და მეორე, რაც ყველაზე მძიმე სცენარი, რაზეც აკეთებს აქცენტს ფარაონი, უბრალოდ შეუერთდნენ, გადავიდნენ იმათ ხარეს და კიდევ ერთი, ასე ვთქვათ, ტრაგედია დატრიალდეს იმაში, რა ქვია, ეგვიპტეში ადგილობრივი დინასტიის ჩამოგდებისა და უცხო დინასტიის ტახტზე ასვლისა. ამიტომ სახელმწიფო უშიშროებიდან გამომდინარე, ეგვიპტის ინტერესებიდან გამომდინარე, სხვა ფარაონი, ანუ ქამიტი, ანუ ეგვიპტელი ფარაონი ცვლის პოლიტიკურ მიდგომას, იმასადმი, რა ქვია, ებრაელებისადმი და ამბობს, რომ უნდა დავიწყოთ ამ ხალხის შევიწროება. ახლა საინტერესო რა არის? სავარაუდოდ იმასაც ახლა წმინდა წერილი წერს და რაც შემდგომ თავისთავად ხადია გაცხადდებოდა და ეს მოსეს უნდა ცოდნოდა და ამიტომაც წერს თავის წიგნში მოსე ამას. ამ მომენტში ჯერ მოსე დაბადებული არ არის, ამ მომენტში ეს საიდუმლო სახელმწიფო, ასე ვთქვათ, დადგენილებას წარმოადგენდა, ვინაიდან ასე ხმამაღლა, ასე თამამად მარტო 600,000 რო ბრძოლის უნარიანი მამაკაცი ყავს. იმ ხალხის შევიწროების დაწყება ყოვლა წარმოუდგენელი. უბრალოდ უკუ რეაქციას მიიღებ და ცუდ უკუ რეაქციას მიიღებ. მოგივა ის და ისიც გეშინოდა იმ შემთხვევაში თუ კი მტერი მოგადგებოდა ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთიდან. რაღაც ამდაგვარი შეიძლება გესმის ხარე მაინც დაკარგო. ანდა ისეთი არეულობა მოხდეს, ისაც შენ სახელმწიფოს არ აწყობს. ამიტომ ამხელა ძალიან დიდი მასის ბუნტი შესაძლო ბუნტი და შესაძლო აჯანყება უნდა გაითვალისწინო აუცილებლად.
შესაბამისად, ის რასაც ფარაონის თავაზობს თავის სამეფო კარს და სახელმწიფო აპარატი რა თემაზე მსჯელობს და გადაწყვეტილებასაც მიიღებენ, ეს არის ასე ვთქვათ ჩარჩო, ასე ვთქვათ საფუძველი მათი მოქმედებისა, ანუ რა, უნდა დასუსტდეს ეს ხალხი და გამრავლება, აი როგორ უნდა გაკეთდეს, ეს საკითხის მეორე მხარეა. ანუ ძირითადი გადაწყვეტილება, ძირითადი სახელმწიფოებრივი აზრი ტრიალებს ამის გარშემო, რომ სახელმწიფო ინტერესებშია ამ ხალხის დამცრობა, ამ ხალხის დასუსტება და ასე შემდგომ და რომ გამრავლება შეჩერდეს მათ და შეწყდეს მათი. ახლა უკვე ეტაპები როგორ უნდა ეს საკითხის მეორე მხარეა, ამას ახლა განვიხილავთ. ანუ ღმერთმა დაუშვა ისრაელზე ძალიან დიდი შეჭირვების დაწყება, რაც განპირობებულია ჩვენს გვაინტერესებს სწორედ, რაც განპირობებულია იმით, რაზეც უკვე ვისაუბრეთ წინა შეხვედრაზე და ამ შეხვედრის თავში ვთქვი, ისრაელს დავიწყებული აქვს იოსების ანდერძიანო ისრაელს დავიწყებული აქვს, რომ ეს მიწა მისი არ არის, სხვა მიწაზეა წასასვლელი და იმისათვის რომ გაიხსენოს საჭიროა ტკივილი და ტკივილმა უნდა გაახსენოს მას სწორედ ის, რაც მას მოწოდებას წარმოადგენს. აი ეს ძალიან საინტერესო მომენტი იწყებს თავის წარმოჩენას, ჩვენ ამას ნელ-ნელა კიდე შევეხებით, ტკივილი როგორც მნიშვნელოვანის გახსენების საშუალება. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან ტკივილის შესახებ ქრისტიანობას ექნება ყველაზე მნიშვნელოვანი და ყველაზე საოცარი წარმოდგენა, ვინაიდან ქრისტიანი იქნება ის, რომელიც ტკივილს ეძებს. არა მარტო იმიტომ, რომ რაღაცა გაიხსენოს, არა. რო ახსოვს იმის მერეც ეძებს ტკივილს. და ეს ქრისტიანული ასკეტიკის ერთ-ერთი საიდუმლოა, მე ახლა უბრალოდ ამაზე საუბრეს გაგრძელება, ახლა არანაირად არ შემიძლია უბრალოდ თავარ თემას გადავონ და მე შეგვიძლია ვისაუბროთ ამ თემაზეც, რომ ქრისტიანული ასკეტიკა ეს არის აი ამ ტკივილის ძებნის გზა. იმ დროს, როდესაც პირიქით აი ამ ტკივილისაგან გაქცევაზეა ორიენტირებული სხვადასხვა რელიგიური აზრი და ფილოსოფიური აზრი. და ეს ტკივილი თავისთავად უკავშირდება იმ ტკივილს, რა ტკივილიც სახია და ხატია ჯვარზე წარმოდგენილი ჩვენი მაცხოვრის ვნებისა. კარგით, ამის შესახებ ცოტა მერე ვისაუბროთ. სხვაგვარად რომ სახელმწიფო გადაწყვეტილება არის ასეთი, რომ უნდა დაიწყოს ებრაელთა დევნა. როგორც მიუთითებენ და თავისთავად ცხადია გესმით რომ ეს იქნება, რა წიაღიც იქნება, მიუთითებენ რომ ეს არის კაცობრიობის ისტორიაში პირველი ანტისემიტური მოძრაობა და ფარაონის ეს ბრძანება სწორედ ამ ბრძანებით იწყება ანტისემიტიზმის ისტორია მსოფლიოში. სამ ნაწილად იყოფა, აი ეს ისა რა ქვია ანტისემიტური, ეს ანტიებრაული პოლიტიკა ეგვიპტეში. პირველი სამ ნაწილად რატო იყოფა? როგორც გითხარით, ეგრევე ეს ვერ დაიწყება. უნდა რაღაცნაირად ნელ-ნელა ამ ხალხის დაბეჭავება და ნელ-ნელა ამ ხალხის გონების დაპყრობა უნდა მოხდეს. ნელ-ნელა ეს ხალხი ნელ-ნელა უნდა შერეკო მონობაში. ეგრევე შეჯირითდი ამ ხელა მასაში და თქვენ ახლა მონები ხარ და რაც გინდათ რაც ჩვენ გვინდა ის უნდა აკეთოთ, ასე არ გამოვა, ეს ასე ვერ იქნება, ამიტომ ნელ-ნელა ხდება. შესაბამისად, ჩვენ წმინდა წელში აშკარად ვხედავთ, რომ ფარაონის სამ ბრძანებაზე, ანუ სამ ანტისემიტურ ბრძანებაზე გვექნება ახლა საუბარი და ეს ბრძანებები არ ნიშნავს მეგობრებო იმას, რომ ერთი ბრძანების მერე ერთი ბრძანება დღეს თქვა ფარაონმა და მეორე ბრძანება ორ დღეში თქვა და მესამე ბრძანება ერთ კვირაში თქვა. არა, ბრძანებებს შორის გადის თვეები და შეიძლება გადის წელიწადიც კი. ანუ ძალიან დიდ დროზეა ორი, ისა ქვია, გაწერილი აი ეს ამ გეგმის რეალიზება და შესაბამისად ნელ-ნელა ხდება ამ ხალხის დაბეჭავება და ნელ-ნელა ხდება ამ ხალხის მონობაში ჩაგდება. ახლა რას უნდა მივაქციოთ ყურადღება? პირველი ბრძანება ფარაონის, ანუ პირველი ანტისემიტური ნაბიჯი, რომელიც აი ამ სახელმწიფო გადაწყვეტილებას, სახელმწიფოსათვის საჭირო გადაწყვეტილებას წარადგება, გახლავთ ის, რომ უნდა შრომის პირობები, ანუ სოციალური ყოფის პირობები უნდა დაუმძიმონ ამ ხალხს. რაც მუშაობით უნდა დაქირავებული შემდგომ დამონებული მუშაობით უნდა გაცხადდეს. ეს არის ქალაქების პითომისა და რამზესის შენება, ორი ქალაქი, სამარაგო ქალაქები, ფიქრობენ ერთი იყო იარაღისთვის, ხოლო მეორე იყო პროდუქტებისათვის, ორი ქალაქის შენება, პითომი და რამზესი და აი ამ ქალაქის აი გლობალური მშენებლობაა დაწყებული, რომელსაც თავისთავად ცხადია აქვს ასეთი სახე მიცემული, რომ ეს ქალაქები შენდება არა იმიტომ, რომ ისრაელი დაიმონა, რომ სახელმწიფო საჭიროების არის და ეს ქალაქები განლაგებულია სწორედ იმ მახლობლობაში, იმ სივრცეში, რა სივრცეშიც ებრაული ტომი, ებრაული ელემენტია დიდი დოზით წარმოდგენილი და შესაბამისად თავიდან ესე იგი სამსახურის მაძიებელი
მონობაზე გადაგებული აი ეს ხალხი ძალიან ჩაერთვება ამ საქმიანობაში და ნელ-ნელა როგორც ხდება ეს ნელ-ნელა მოხდება მათი დამონება და მოხდება მათი დაბეჭავება იმაზე რომ ამ საქმეზე გადაგებულებს სხვა საშუალება აღარ ეკრებათ ამ საქმეთ უნდა იყოს სწორედ დაკავებულები. Თქვენი ყურადღება მინდა მივაქციო იმას რომ ორ ქალაქს ასახელებს მასორეტული ტექსტი ეს არის პითომი და რამზესი იმ დროს როდესაც 70 ან 72 მთარგმნელი ანუ ბერძნული ტექსტის ავტორები სეპტუაგინტას ტექსტი ეს რედაქცია ორი ქალაქის მაგრამ სამ ქალაქს ახსენებს პითომს რამზეს და მესამე ქალაქს დაამატებს ეს არის ჰელიოპოლისი ანუ მზის ქალაქი მზის ღმერთის ქალაქი იგივე ქალაქი ონი და აი აქ ვფიქრობთ ჩვენ სწორედ რომ ორი კი არა სამი ქალაქის შენება დაავალა სინამდვილეში ფარაონმა ისრაელს მაგრამ გვახსენდება ის რომ ჰელიოპოლისი რომელსაც ამატებს ბერძნული თარგმანი და არ არის ებრაულ თარგმანში არ არის ებრაულ ტექსტში ეს ქალაქი ასაშენებელი სინამდვილეში არ უნდა იყოს რადგან ქალაქი ჰელიოპოლისი ჩვენ იოსების ისტორიაში ხდება თვითონ იოსები ჰელიოპოლისის ქურუმის სიძე გახდება ჰელიოპოლისის ქურუმის ასულს მოიყვანს ასინეს მოიყვანს ცოლად შესაბამისად ეს ქალაქი არ არის ასაშენებელი ეს ქალაქი აქამდეც არსებობდა მაგრამ რადგან სეპტუაგინტას ტექსტი ამას ამატებს ჩანს იუდაურ კრებულ ძველი ახლის ეკლესიას ქონდა გარდამოცემაში მახსოვრობა იმასთან დაკავშირებით რომ არა ორი არამედ სამი ქალაქის მშენებლობა მიდიოდა და შესაბამისად ვაკეთებთ ასეთ დასკვნას რომ ორი ქალაქი პითომი და რამზესი თავიდან იქნა აშენებული ხოლო ჰელიოპოლისი ან დანგრეული იყო აი ამ ომების შედეგად და აღადგინეს ან და უფრო გააფართოვეს და უფრო ასე ვთქვათ დიდი მასშტაბები მისცეს ამ ქალაქს ყოველ შემთხვევაში ასე იყო თუ ისე იყო ისრაელი სწორედ ამ მშენებლობის პროცესში სახელმწიფოებრივი საჭიროების პროცესში ნელ-ნელა დამონებულ მდგომარეობაში გადადის. მეგობრებო, საქმე ის გახლავთ, რომ მეფრემასური ამბობს, ცოტა მოგვიანებით ჩვენ კიდე დაუბრუნდებით ამ თემას, მაგრამ თავიდანვე ქრისტიანული ეგზეგეტიკა ემზადება იმისათვის, რომ ის 10 სასჯელი, რომელი 10 სასჯელი ეგვიპტეში გაცხადება, იყოს რაღაცა აზრით ასე ვთქვათ, დელეგირებული ღმერთისაგან და გამართლებული. რას გულისხმობ მე, რომ ფარაონი თუ არ უშვებს იმას, რა ქვია, ისრაელს რა დააშავა სხვამ, ხო, ეგვიპტემ, ხო, მთელი ეგვიპტე იჯება. აი ამისათვის ემზადება ქრისტიანული ეგზეგეტიკა, რომ აი ეს ახსნას ამ ადგილას მომივალ ჩვენ თავისთავადია შევეხებით ამ ეგზეგეტიკის ამ დეტალს, მაგრამ ეფრემასური აი აქიდანვე იწყებს მზადებას და ამ მომენტში ამბობს ასეთ რამეს, რომ არ იყო მართალი, ანუ რაღაცნაირად არ ახასიათებს ეს ქრისტიანული ეგზეგეტიკა ხალხს იურიდიზმზე გადაგება, მაგრამ რაღაცნაირად ეფრემასურს ახლა ალბათ დაჭირდა და შემოიტანა კიდევაც ეს მაგალითი და ამბობს, რომ არ იყო გამართლებული, ანუ დანაშაულებრივია ფარაონის ეს ბრძანება, ვინაიდან სამარაგო ქალაქები რაში ჭირდებოდა ეგვიპტეს, როდესაც იოსებს ჰქონდა სამარაგო ქალაქები აგებული და პლუს ამას აგებული ჰქონდა ინდონეზე სამარაგო ქალაქები, რომ ის ეგვიპტეს კი არა, გარე იმასაც ყოფნიდა იქ დაუნჯებული, ასე ვთქვათ, მარაგები, ანუ რომ აი არალოგიკური, ანუ თითიდან გამოწვეული რაღაც მიზეზის მაძიებლობით გამოწვეული ბრძანებები იყო აი ფარაონის ბრძანებები, ამაზე აკეთებს აქცენტს ქრისტიანული ეგზეგეტიკა თავიდანვე გვამზადებს იმისათვის, აი რატო სამართლიანად რატო დაიჭება ფარაონი და ეგვიპტე. ყოველ შემთხვევაში სახელმწიფო გადაწყვეტილება ასეთია და ისრაელი ბოლომდია ჩართული აი ამ მშენებლობაში, ამ მშენებლობის პროცესში თავისთავადია უკვე აი ამ პერიოდს არ ასახელებს მინდა წერილი, მაგრამ უკვე მეორე ბრძანება რო გამოდის, ისრაელი უკვე დამონებულ მდგომარეობაშია, ძალიან დაბეჭავებულია. მეორე ბრძანება ფარაონისა გამოწვეულია პირველი ბრძანების, ასე ვთქვათ, უნაყოფობით. კი, მოხდა ამ ხალხის დამონება, მოხდა ამ დიდი მასის ხელში მოგდება, ამით თავისთავადია კმაყოფილია ეგვიპტის პოლიტიკური საზოგადოება, მაგრამ უკმაყოფილოა მეორე რამით. უკმაყოფილოა იმით, რომ ისრაელიანთა გამრავლება მაინც არ არის შეჩერებული. ახლა, აი წარმოიდგინეთ მეგობრებო, უბრალოდ ახლა რაღაცა თქვი, რომ ამ ხალხის გამრავლება შეჩერდეს. ახლა სოდის უნდა მივხვდე ამ ხალხის გამრავლება შეწყდა თუ არ შეწყდა. რაღაცა დრო ხო უნდა გავიდეს არა. ხო უნდა აღრიცხვა მოხდეს შობადობა მიმატა, შობადობა შეწყდა, ახალშობილთა რაოდენობა რამდენი იყო, ახლა რამდენი ახალშობილი. ამას საკმაოდ დიდი დრო ჭირდება. ამას 2-3 კვირა არ ეყოფ. ამას ჭირდება, რა ვიცი, 9 თვეც არ უნდა, ამას ძალიან დიდი ხანი ჭირდება.
ამ წლები შეიძლება რამდენიმე წელიც არის გასული და ამ წლებში ხდება სწორედ ეს და ის შემდეგი ბრძანება რომელიც განპირობებულია იმ ფაქტით რომ ისრაელიანთა ეს გამრავლება ვერანაირად ვერ შეწყვიტეს ფარაონს აქვს მეორე ბრძანება დაიბარებს თავისთან ბებია ქალებს და მათ უბრძანებს ასეთ რამეს რომ ახალ იმას რა ქვია ახალ დაბადებული ვაჟი მოკლან ხოლო ახალშობილი ასული ცოცხალი დატოვა ამ ბებია ქალების სახელია სეფორა და ფუა ფიქრობენ რომ ეს ბებია ქალები ებრაელები უნდა იყვნენ ყოველ შემთხვევაში ებრაელები არ უნდა იყვნენ უпростоრად ყოველ შემთხვევაში მასწავლებელი ტექსტი პირდაპირ სახელებში არის რაღაც ებრაულ სემანტიკას ვერ ხედავენ სეფორასა და ფუას იმაში რა ქვია სახელებში მაგრამ ებრაული ტექსტი პირდაპირ გვეუბნება რომ ისინი არიან ებრაელები და მართლაც ახლა თხრობის თავისებურებიდან თქვენ ნახავთ რომ ეს ებრაელი ბებია ქალები უნდა ყოფილიყვნენ და არა ვთქვათ ეგვიპტელი ბებია ქალები ახლა ასე ვაკეთებ აქცენტს რა არის ფარაონის ბრძანება დაიბარებს ამ ორ ბებია ქალს სეფორას და ფუას და ეუბნება რომ ვაჟი მოკლან ახალშობილი ვაჟი მოკლან და ასული განარება. ახლა აქ არის ძალიან საინტერესო მომენტი. ახლა მეგობრებო წარმოიდგინეთ ასეთი რაღაცა, წარმოიდგინეთ 2 მილიონიანი მასა 3 მილიონიანი მასა და ორ ბებია ქალს იბარებ, ორ ბებია ქალს. და ეუბნები ვაჟი თუ დაიბადა მოკალე, გასული თუ დაიბადა, აი ამ ორ ბებია ქალმა წამში რო ერთი მშობიარობა მიიღო. ეს ხო აბსოლუტურად გამორიცხულია, მაგრამ დაუშვათ ეს ისულელი, რომ წამში ერთ მშობიარობას იღებ. ამ ორმა ამ ხელა მასაში რა უნდა გააკეთოს, როგორ ფიქრობთ? ეს აბსოლუტურად გამორიცხულია. რა ბებია ქალები, რა ვაჟი მოკალე, აბსოლუტურად გამორიცხულია. ამიტომ წმინდა წერილი არ თავის ენაზე ლაპარაკობს, ეს მოსეს ახასიათებს. ამიტომ ჩვენ სწორედ მოსეს უნდა მოусვინოთ. მეგობრებო, ეს ბებია ქალები, ეს ორი ბებია ქალი, სეფორა და ფუა, ხოთაშორის ძალიან საინტერესოა წმინდა წერილის თხრობის თავისებურება. ამ ორი ბებია ქალის სახელს მისახელებს და ფარაონის სახელს არ ასახელებს. ჩვენ ნახავთ მეძავის სახელი გვეწოდინება და მეფის სახელი არ გვეწოდინება. რაც საინტერესებს წმინდა წერილი იმაზე საუბრობს და გვეუბნება რომ შენც ეს უნდა გაინტერესებდეს. რაც არ არის საინტერესო ღმერთთან ურთიერთობისათვის იმაზე არ გელაპარაკებ. ეს ქრისტიანული ეგზეგეტიკისათვის დამახასიათებელი მომენტია, უბრალოდ ბიბლიური თხრობისათვის დამახასიათებელი მომენტია, რაზეც აქცენტს აკეთებს ქრისტიანული ეგზეგეტიკა თხრობის აი ამ თავისებურებაზე ჩამოყალიბდა სწორად. ნახეთ, რა არის საინტერესო? აი ეს ორი ბებია ქალმა, ამ ორმა ბებია ქალმა როგორ უნდა მიხედოს ამ ხელა მასას. აი როგორ უნდა მიხედოს ამ ხელა მასას. ამიტომ ჩვენ ვფიქრობთ რომ ეს ორი ბებია ქალი გახლავთ ერთგვარად მიან გინეკოლოგიური დაწესებულების ხელმძღვანელი თქოთორე ბებია ქალები ამან გარდა კიდევ ბევრი იყო ანუ ისინი რაღაც აი ამ იმას აქვია საქმიანობას ეწეოდნენ და აი ამ საქმიანობას ვინც ეწეოდა აი მათ შორის თავარი ვინც იყო და ცნობილი ვინც იყო და უფრო ფართო მომსახურება ვისაც ჰქონდა სწორედ მათთან აქვს სამეფო კარს ურთიერთობა და მათთან აქვს საიდუმლო ბრძანება მიცემული უშიშროების სამსახურისაგან არის ეს საიდუმლო ბრძანება მისული რომ ვაჟი უნდა მოკლან და ასული უნდა გადაარჩინონ ყველა ხვდებით ახლა თქვენ ვაჟი რატო უნდა მოკლან ასული რატო უნდა გადაარჩინონ რომ აი ამ ხალხის შემდგომი გამრავლება სწორედ შემდგომ თაობებში ამით მოხდება რომ მათ ვაჟიანობა აღარ ექნებათ ბრძოლის უნარიანი მამაკაცი არ ექნებათ ეს ერთი მოგება ეგვიპტისათვის გამრავლების საშუალება ებრაული ელემენტის გამრავლების საშუალება არ ექნება ეს მეორე მომგებიანი ელემენტი ეგვიპტისათვის და საბოლოოდ ეს ხალხი გაქრება ეს მესამე მომგებიანი ელემენტი ეგვიპტისათვის ამიტომ ვაჟის სიკვდილი ყველა ხვდებით რასაც გულისხმობდა მაგრამ აქ არის მეორე ძალიან საინტერესო მომენტი, რომელსაც ყურადღებას გაამახვილებს წმინდა გრიგოლ ნოსელი. მეგობრებო, ნახეთ. წმინდა გრიგოლ ნოსელი ამბობს. იქ შეიძლება ცოტა ისეთი აქვს, ფართო აქვს და ცოტა რთულად გასაგები აქვს, ამიტომ რეზიუმირებული სახით გეტყვით, რას ამბობს გრიგოლ ნოსელი. გრიგოლ ნოსელი ამბობს ასეთ რამეს. რომ ვაჟის შობა სახე სიმბოლოა ადამიანში სათნოების შობისა. ხოლო ასულის შობა სახე სიმბოლოა ადამიანში ვნების შობისა. ესე იგი არ ვამბობ იმას ახალმსვენელებს, რომ აუდიტორიას არ ეხება, მაგრამ ზოგადად მე ერთხელ მომივიდა ასეთი რაღაცა, ერთხელ ჩემმა სტუდენტმა მითხრა, ქალი ვნებას ნიშნავს და კაცი სათნოებას, ასეთ რამე მე არ მითქვა, რომ ქალი ვნებას ნიშნავს და კაცი სათნოებას. მე ვამბობ, რომ გრიგოლ ნოსელის მითით ეგზეგეტიკის თანახმად სიმბოლოა, ფარაონის სიმბოლოა სულიერი ტირანისა, ანუ დაცემული ძალისა.
ისრაელის სიმბოლოა პიროვნების ადამიანის ძალიან საინტერესო ალექსანდრიული სკოლა სწორედ პერსონიფიცირებას გააკეთებს მთელი იმის რა ქვია ისრაელისას კრილი ალექსანდრიელის ეგზეგეტიკა სულ ამაზე წავა ესე იგი ფარაონი დაცემული ძალის სიმბოლოა ისრაელი პიროვნების სიმბოლოა ისრაელში ყრმის შობა ისრაელში ვაჟის შობა პიროვნებაში სათნოების შობის სიმბოლოა და ისრაელში ასულის შობა პიროვნებაში ვნების შობის სიმბოლოა და გრიგონოსელი ამბობს როცა დაიბადება შენში ვნება, მაშინ სულიერი ტირანი არ დაგადევნებს თავის ძალებს და არ შეეცდება მის მოკლას. მაგრამ თუ კი შენში დაიბადება ვაჟი, ანუ სათნოება გაჩნდება, ეს სულიერი ტირანისათვის მიუღებელია და ეცდება მის მოკლას. ამიტომ ეცადე შენში გაჩნდეს ვაჟი, ანუ სათნოება და ეს სათნოება დაიცვა იმისაგან, რა ქვია, სულიერი ტირანისაგან, ისევე როგორც ეს გააკეთებს მოსეშობლება, ჩვენ შემდეგ ლექციაზე ამაზე ვისაუბრებ სწორედ და დაიცვეს თავისი ვაჟი ფარაონის, ესე იგი, მკვლელებისაგან. აი ეს ეგზეგეტიკა, ეს სიმბოლოები შემოაქვს გრიგონოსელს ძალიან სიმპტომატურია და რატომ ამას მოსეზე რომ ნახავთ, გადავალთ იქ ნახავთ ამას აუცილებლად გრიგონოსელი იქაც აგრძელებს საუბარს და ძალიან საინტერესო დაკავშირებს ამას ერთმანეთს, რომ ჩვენ წინ გავუსწრებთ მოვლენებს, გაუგებარი გახდება და იმიტომ. ისტორიული თვალსაზრისით რო შევხედოთ და ხლა ანტიოქიური სკოლიდან გამოვხედოთ აი ამ ყველაფერს ფარაონის ამბრძანებას, ვაჟის მოკლარას გულისხმობთ, თქვით უკვე ასულის განინება რას გულისხმობთ, თქვით უკვე, მაგრამ აქ არის კიდევ ძალიან საინტერესო მომენტი. ძალიან საინტერესო მომენტი. მეგობრებო, საქმე ეს გახლავთ რომ წმინდა წერილში წერია რომ ბებია ქალებმა არ შეასრულეს აი ეს უშიშროების მიერ გადაცემული ფარაონის ეს ბრძანება. უარი თქვა საბრძანების შესრულებაზე და მიზეზი პირდაპირ არის დასახელებული. ღმერთის ეშინოდით. აი ძალიან გთხოვთ ამას მიაქციოთ ყურადღება რა. რომ ხალხში, ერთობაში, ნაციაში, როდესაც არსებობს მოღალატე, არსებობს რენეგატი თუ არსებობს ვიღაცა ისეთი, რა ვიცი, მე მარგინალური ძალის წარმომადგენელი, რომელიც ამ ხალხის საწინააღმდეგო ძალიან მარტივად და თამამად გადადგავს ნაბიჯებს, წინაპირობა არის ის, რომ მას ღმერთის აღარ უნდა ეშინოდეს. აი ამის მერე შეძლებს ღალატს. ამის მერე, ოღონდ ღალატს, იმიტომ ამას ღალატს კი არ დაარქმევს. გახსოვდეთ, ბოროტება არასდროს არ მოდის ბოროტების სახელით. ბოროტება ყოველთვის შენიღბულია სიკეთის სახელით. იუდაც კი თავის ბოროტებას აკეთებდა, იმიტომ რომ ფიქრობდა, რომ ეს ასე საქმეს ასე ჭირდებოდა და ასე უნდა ყოფილიყო ეს ყველაფერი. ძალიან იშვიათად რომ ბოროტება კეთდებოდეს ბოროტების სახელით. ერთი ამას აკეთებს თავად თვითონ ლუციფერი და მისი ძალები და აი ადამიანთა შორის, აი აშკარად შეპყრობილი უნდა იყოს ადამიანი, აი აშკარად უნდა იყოს შეპყრობილი, რომ ბოროტება გააკეთოს ბოროტების. ახლა ერთ-ერთ გამოცხადებას თუ მივაქცევთ ყურადღებას, რომელიც ვლადიმერ ულიანოვზია თან დაკავშირებული, სადაც ერთი დედა თავაზობდა მას, ილოცებდა, რომ ჯოჯოხეთიდან ამოსულიყო, ჩაიქერქილა და ისე წავიდაო, ანუ ის მთლიანად ბოროტებაზე იყო გადაგება, აი ბოროტებას აკეთებდა ბოროტების სახელით. პირდაპირ ასეთი დეტალებიც არის, თავის დავაწყადია, მაგრამ ზოგადად ბოროტება არ კეთდება ბოროტების სახელით. ამიტომ როდესაც ღალატზია საუბარი, ის ამას ღალატს კი არ არქმევს. ის ამას აკეთილშობილებს, ის ამბობს, რომ აი ახლა ჭირდება ასე ამ ხალხს, ახლა ამ ხალხისთვის ეს იქნება საჭირო და ეს იქნება მისაღები. სინამდვილეში ამას აკეთებს, იმიტომ რომ ღმერთის შიში აქვს დაკარგული. თუ გადახედავთ ღალატის ისტორიას, ღალატის ისტორიის წინ ყოველთვის დგას აი ამ შეშეს გაქრობა. გაქრობა შეში იმისა, რომ რაღაცა შეს არასწორად აკეთებ. აი ამ ქალებთან დაკავშირებით ეს არის თქო სწორად. ღმერთის ეშინოდა და ფარაონის ბრძანებას არ აღასრულებდა. მეგობრებო, თქვენი ყურადღება რას მინდა მივაქციო? ქრისტიანული ეგზეგეტიკა ამას მიაქცევს ყურადღებას და განსაკუთრებულად ისაუბრებს ამასთან დაკავშირებით. ნახეთ, წმინდა წერილში რა წერია? ამ ბრძანებას არ ასრულებენ. როდის უნდა გახდეს გასაგები ამ ბრძანებას რო არ ასრულებენ? თავისთავად 2-3 დღეში ვერ გახდება ეს გასაგები. ასევე ძალიან დიდი პერიოდია გასასვლელი ამის. შეიძლება იმდენად დიდი არა, რამდენადაც პირველი ბრძანებას და მეორე ბრძანებას შორის იყო, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ამ შემთხვევაში ძალიან დიდი პერიოდია გასასვლელი. კი შესაძლებელია უშიშროება აკვირდება ისინი როგორ მოქმედებენ და რაღაც წყაროები აქვს. შესაძლებელია, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ფაქტი იქნება ასეთი, რომ ისრაელიანთა შობადობა არ შეწყდა, პირიქით ისრაელთა გამრავლება არ წყდება. ესეც აი, ასე ვთქვათ, აი ეს დამადასტურებელი ნიშანით ჭირდება სახელმწიფო აპარატს იმისათვის, რომ ამ ბრძანებამაც ვერაფერი ვერ გააკეთა.
და დაიბარეს ფარაონი ამ იმას აქვია, უშუალოდ შეიძლება ფარაონთან არ ხდება, ფარაონის სახელით კეთდება ეს განცხადება, თორე ფარაონთან შესვლა ასე არ ხდებოდა, მეგობრებო. ფარაონის სახეს დანახვაც კი უდიდეს წყალობას გულისხმობდა, ყველაზე ვინც გინდა შემდის და გამოდის ფარაონთან ასე არ ხდებოდა. და მოხდება ამ ბებიაქალების დაბარება და მიზეზის კითხვა რომ რატო არ ასრულებენ ფარაონის ბრძანებას და ეს ბებიაქალები საოცარ ამას უპასუხებენ. არავითარცა დედანი ეგვიპტელთანი არიან, დედანი ებრაელთანი, ეგვიპტელები ვით არანien ებრაელთა დედები. მარტივად მშობიარობენ, რომ სანამ მივალ დამშობიარები არიან უკვე. ანუ სხვაგვარად რო ვთქვათ, ამ ბებიაქალების ის რა იყო, რომ მშობიარობისას რომ დაინახავენ, რომ ეხმარებოდნენ, დაინახავდნენ, რომ ვაჟი იბადება, ეს ვაჟი უნდა მოეკუდინათ ან და რაღაც საკვერცხებით ჩაეჭეჭყად, დაეავად უყოფებინათ და აი ეს მშობიარობის მიღების მომენტში უნდა გაეკეთებინათ, თორემ რომ მივალ მე და ის არის, რა ქვია, დამშობიარებია უკვე. იმ ბავშვს ვინ მომწევს? შესაბამისად, მიზეზი არის ეს, რომ ესე იგი, სანამ მივალთ, მივალ და მობილური თქვა იქნებოდა გამოძახება 112-ზე ხოლმე დარეკავდნენ ხანი მშობიარობს დროზე მოდითო. იყო რაღაცა პრაქტიკა ალბათ, რომ ფერმძიმე ქალი როდესაც შევიდოდა რაღაცა ან მე-7 თვეში იქნებოდა, ან მე-9 თვეში იქნებოდა, ვიღაცა წარმომადგენელი ან ამ სამშობიარო სახლის ახლოს დასახლდებოდნენ, ან და რაღაცა იქნებოდა პრაქტიკა, ამ დროსაც ბებიაქალს ქონდა აი ეს ისა რა ქვია ვალდებულება მასე მოვლისა და მოპატრონებისა. და შესაძლებელია ბებიაქალი აგზავნიდა რაღაცა, აი სამშობიარო დაწესებულების წარმომადგენელი აგზავნიდა რაღაცა ვიღაცა წარმომადგენელს, რომელიც აი მშობიარობაში ამ ხალხს დაეხმარებოდა და ასე ბევრი რამე შეიძლება ვიპირობ, მაგრამ ფაქტი არის ასეთი რამე. რომ ეს ბებიაქალები ფარაონის წინაშე რაღაცა ისეც ამბობენ, რომელსაც დაუჯერებს ეგვიპტის უშიშროება და ეგვიპტის პოლიტიკური ძალა. რომ ისინი ვერ ასწრებენ. ვერ მიდიან და ნამშობიარები არიან ებრაელი ქალები უკვე. შესაბამისად წმინდა წელიწადია ასეთი ამბები, ასეთი რამ, რომ ამ ბებიაქალებზე წერია, რომ იშენეს თავისათვის ეს სახლები. სახლები აიშენესო თავისთვის. ქრისტიანული ეგზეგეტიკა ამბობს ასეთ რაღაცას, რომ მიწიერი იმის რა ქვია, ნაცვალგებისა და მიწიერი წყალობის წილ ისინი სიკვდილზე მიდიან, ისინი მოწამეობრივი სიკვდილის საშიშროების წინაშე დგანან, როდესაც არ ხოვენ ფარაონის ბრძანებას და ამის ნაცვლად სახლებს იშენებენ სათასასუფეველში. აი ძალიან საინტერესო მომენტია, როდესაც ქრისტიანული აზრი პირდაპირ ამბობს, რომ მოწამეობრივ ნაბიჯზე მიდიან, როდესაც აი ამის გაკეთებას ბედავენ. და აი ამიტომ ის მათ მიწიერი ხწნადი სახლების წილ სამყოფელი აიშენეს, სამყოფელი დაიდგინეს სათასასუფეველში. სულ სხვანაირად უყურებს ამას იუდაური ეგზეგეტიკა. აბსოლუტურად სხვა რამეს ამბობს. იუდაური ეგზეგეტიკა გვეუბნება ასეთ რამეს, რომ ამ ბებიაქალებმა თავი დაანებეს მეანგინეკოლოგიურ ბიზნესს და დაიწყეს სასტუმროს ბიზნესიო და სხვა საქმე, ანუ სასტუმროები ააშენეს და იქიდან დაიწყეს შემოსავლის მიღება, იქიდან დაიწყეს. ესე იგი, მათი აზრი ტრიალებს აქ, ეგვიპტეს მაინც ვერ გაცდა. იმ მიწას მაინც ვერ გაცდა. იმ დროს ქრისტიანულმა აზრმა ამ სახლების შენებაში სულ სხვა რამე დაინახა. და მესამე ისა რა ქვია ბრძანება, უკვე დამაგვირგვინებელი ბრძანება, რომელსაც უკვე მოყვება მთელი ეს კატაკლიზმები, რომლის შესახებაც ჩვენ უკვე შემდეგ ლექციაზე დავიწყებთ საუბარს, ეს არის ის, რომ ფარაონი გამოსცემს ოფიციალურ ბრძანებას, ეხება ეგვიპტის პოლიციურ ძალებს და ამასთან ყველა ეგვიპტელს ხას უსვამს, ყველა ეგვიპტელს აი ამიტომ იტყვის ეფრემასული, ამიტომ დაისაჯაო ფარაონთან ერთად მთელი ეგვიპტე, ვინაიდან მთელი ეგვიპტე აღასრულებდა იმ სიბინძურეს, და სიბინძურითაც აი ახლა ფარაონია დაკავებული. ებრძანა ყველას, რომ როგორც კი ნახავენ ახალშობილ ებრაელ ჩვილს და ის არის ვაჟი, უნდა მოიკლას, ხოლო ასულს თავი უნდა დაანებო. კვლელობა ძალიან საინტერესოა, რიტუალურია. ნილოსის წყლებს აძლევენ. ნილოსის წყალი იყო ნაყოფიერების ღმერთი, ეგვიპტეს მეორენაირად ნილოსის ძღვენიც ეწოდება და ვინაიდან ნილოსის წყლების სიუხვეზე მის ადიდებასა და კალაპოდიდან გადმოსვლაზე და მის წყალსიმცირეზე, სიმეჩხეზეა დამოკიდებული ეგვიპტის ეკონომიკა სწორედ, ამიტომ ერთ-ერთი ღმერთი ნილოსია ეგვიპტეში და როგორც გითხარით ეგვიპტეს ნილოსის ძღვენიც ეწოდება და აი სწორედ ამ ღმერთს, აი ამ რიტუალურად, აი ამ ნაყოფიერების ღმერთს წირავენ ებრაელთა ნაყოფებს და ეფრემასული იტყვის ასეთ სიტყვებს, რომ ებრაელთა ჩვილები თევზებივით ეყარნენო თევზების საჭმელად ნილოსის მდინარეში და უმძიმესი და ძალიან მძიმე და ძალიან მწყარი დრო დაუდგაო ისრაელს. ებრაელ დედას აღარ უხარია, რომ ფეხმძიმეთ არის ისრაელში ჩვილის გაჩენა სასიხარულო აღარ არის, აღარ ულოცავენ ამას ერთმანეთს, არიან ძალიან მძიმე მდგომარეობაში და ჩვილმოკლული დედების კივილი
ისმის ებრაული აი ამ დასახლებიდან. აი აქ ასრულებს წმინდა წერილის მეორე წიგნამ გამოსვლათა წიგნი პირველი თავი აქ სრულდება, ჩვენ აქ უნდა დავასრულოთ და შემდეგ შეხვედრაზე ასეც ხონდა მეც გათვლილი, ორი ლექცია დამჭირდებოდა მოსცემდე, შემდეგ შეხვედრაზე ჩვენ უშუალოდ მოსე წინასწარმეტყველს დავუკავშირებთ. ახლა დავასრულოთ. დიდი მადლობა ჩვენს ლექტორს და გადავიდეთ კითხვა-პასუხის რეჟიმზე. თუ გვაქვს, რამდენი დრო გვაქვს, ბატონო გიორგი? როგორც იქნება, რა ვიცი, მე არც დამინიშნია, როდის დავიწყე ლევან ვერ გეტყვი და იმას აქვთ, რა ქვია, როგორც დაჭირდება დროს იმის მიხედვით გავაკეთე. კარგით, მე დავსვამ პირველ შეკითხვას და გავხსნათ ეს სესია კითხვა-პასუხისა ჩვენთვის ტრადიციული. პირველ რიგში უღრმესი მადლობა დიდი ნუგეშია ჩვენთვის თქვენი სიტყვის მოსმენა ამ კვირა დღეს ნინაობის წინა დღეს და რაღაცნაირად გვაძლიერებს ძალიან თეოლოგიის დამოწვრა და სწავლება. პარალელები აი ამ უკანასკნელ ეპიზოდთან, რაც თქვენ განგვიმარტეთ, არის ძალზედ თვალსისაცემი. ჩვენი ქვეყანა არის ორმაგი ოკუპაციის ქვეშ, ეს ჩემი აზრია, რომელიც მე არაერთხელ საჯაროდ მithქვამს, მისი ერთი ნაწილი, ეხლა ისტორიულ საქართველოს დაუკლარჯეთს, კახს, ლორეს და სხვა ტერიტორიებს თუ არ ჩავთვლით, აი საბჭოთა საქართველოს რესპუბლიკის ერთი ნაწილი ტერიტორიის არის რუსების მიერ ოკუპირებული და იქიდან გამოდევნილი არის ქართველიერი, ანუ აღთქმული მიწის ნაწილიდან ჩვენ ვართ გამოდევნილები და მეორე ნაწილი და ის არის ოკუპირებული რუსების მხრივ და მეორე ნაწილი, რომელსაც ფორმალურად ქვია დამოუკიდებელი საქართველო, არის ოკუპირებული დასავლური ლიბერალური ანტიქრისტიანული იდეოლოგიის მიერ, რომელიც ნილოს წირავს ჩვენს ჩვილებს, თან არა მარტო ვაჟებს, არამედ ქალებსაც, წელიწადში იკვლება 30-დან 40,000 ჩვილამდე ეს ოფიციალური მონაცემებით და არაოფიციალურით 100,000-მდე წადის ეს ციფრი, ანუ შეგვიძლია ვთქვათ, რომ რომაც დაუჯეროთ, ვთქვათ, აი 50,000 რო ავიღოთ, როგორც კომპრომისული ციფრი, იმ 30 წლის განმავლობაში, რაც საქართველოს ეგრეთ წოდებული დამოუკიდებლობა მოიპოვა, ჩვენივე ხელით მოვკალით 1,5 მილიონი ქართველი ბავშვი. და აღარ დავიწყებ ახლა ჩამოთვლას, ვთქვათ, ნარკომანიის, ციხეში მოხვედრის, გაღატაკების, კაბალაში და ვალებში ჩახჭობის მდგომარეობას, ანუ ჩვენი ერი, როგორც ჩვენს თვალში რჩეული ერი, არის აი ამ რაღაცა ერთის მხრივ თითქოს მდიდარი ეგვიპტის წიაღში, რომელიც მას პირდება ჯინსებს, მანქანებს, ნაირ-ნაირ სასმელ საჭმელებს, მაგრამ ამავე დროს ადებს მას ზევიდან ტაბუს გამრავლებაზე, კეთილდღეობაზე და კი შეიძლება ესე უშუალოდ უცხოელი ოკუპანტების ხელით არ ხდება მოკვდინება ამ ჩვენი ჩვილებისა, მაგრამ და ჩვენივე ხელით, ჩვენივე დედების, ეგრეთ წოდებული დედების და მამების ხელით ხდება ეს აბორტები და ბავშვების განადგურება, მაგრამ ცხადია, რომ აი ამ რაღაც დაპირებული სიმდიდრის წიაღში ხდება ჩვენი ერის ზუსტად მასე დაკნინება და სწორედ გამრავლების ფუძეში ამ ბებია ქალებზე დავალება, რომ ეს იქნება ყოფილი პრეზიდენტის მეუღლის მიერ პრეზერვატივების დარიგება რეგიონებში თუ სხვადასხვა ფორმით, ასე ვთქვათ, ამ ბარბაროსობის გამრჩობა ხდება გაწყდომა ჩვენი ერისა, ხო? ასეთი პერიოდები სხვა ერებსაც ჰქონიათ ისტორიაში და რა თქმა უნდა ებრაელერსაც და ის ფინალი, რომლისკენაც თქვენ ახლა ჩვენ მიგყავართ, რომელსაც შესაძლოა როგორც თქვენ ბრძანეთ შემდეგ ლექციაში შევეხოთ, არის რჩეული ეგრეთ წოდებული ერის მამის ან ერის ლიდერის გამოჩენა, რომელიც მოკიდებს ხალხს ამ მონობიდან და წამოიყვანს მას, მოსეს გულისხმობ, ხო? ამავე დროს
ასეთი ლიდერი აგერ უკვე 1977 წლიდან ჩვენს ერს ყავს, გულისხმობ ჩვენს პატრიარქს და ველოდებით აი ამ მონობიდან გამოსვლას, ხო? ანუ ქართველების გამოყრილი ქართველების ნაწილის დაბრუნებას იმ მიწაზე, რომლებიდანაც გამოიყარენ და ვთქვათ, აი ამ ერისკვლიის ეთნოციდის შეჩერებას. კითხვაცემი ასეთი არის, რას გვასწავლის წმინდა წერილი ამასთან მიმართებაში? რა არის ის კატალიზატორი, ის ტრიგერი, ის ჩახმახი, ის რაღაცა მოვლენა, რომელიც ერმა უნდა გაიაროს იმისთვის, რომ გამოვიდეს ამ მონობიდან. ეს არის მართლა ამ რჩეული ადამიანის გამოჩენა, თუმცა ყავს აგერ ამდენი წელია და არ უსმენთ და ჯვარს უმძიმებთ და დავცინით და რაღაც გაუგონარ შეურაცხყოფებს ვაყენებთ, თუ რაღაც საერთო ეროვნული მონანიება და გოდება საკუთარი დაცემულობისა, თუ აი შეგიძლიათ თუ არა თქვენ წმინდა წერილის სიბრძნიდან და სწავლებიდან გამომდინარე დაასახელოთ ის აუცილებელი პირობა, რომელიც ერმა უნდა დაძლიოს ან გადალახოს ან შეასრულოს, რათა გამოვიდეს იმ მდგომარეობიდან, რომელშიც ახლა ჩვენ ვართ და რომელშიც ახლა თქვენს ლექციაში იმყოფებოდა ებრაელი ერი. გმადლობთ. გვაქვს მადლობა კითხვისათვის. ჩვენ ამაზე წმინდა წერილში გვაქვს პირდაპირ გეუბნებით უცხადესი პასუხი. ამ პასუხს მოფიქრება არ უნდა და ძებნა არ უნდა. უბრალოდ ერთ დეტალს წარმოგიდგენთ, ჩემი პასუხი იყოს არგუმენტირებული და თქვენ დაინახავთ. ლევანაი, როდესაც აქცენტები გააკეთეთ და მისი უწმინდესობის შესახებ ისაუბრა, თავისთავად ცხადია ჩემთვის ის უწმინდესობის ღვაწლი ეს არის წყალობა ღვთისა. ამას ხას უსვამ. შისა და მიჯის წინაშე. მაგრამ ნახეთ რა არის საინტერესო, აი წინა ლექციაზე ჩვენ ვსაუბრობდით ასეთ რამაზე, ორ ახალ თაობაზე ვისაუბრეთ და დღევანდელ ლექციაზე გავუსვით ხაზი. ჩვენ არ გვითხავს ერთი ძალიან საინტერესო რაღაცა, რომელიც მე შემდგომ იმისთვის მქონდა შემონახული, მაგრამ ამ კითხვაზე უპასუხებ და მე როცა საჭირო იქნება მეკაც გავიხსენებ. ჩვენ არ გვითხავს ერთი ძალიან საინტერესო რამე. რა იწვევს პირველი თაობის მოსვლას, პირველი სახის ახალი თაობის მოსვლას და რა იწვევს მეორე სახის ახალი თაობის მოსვლას. ანუ რა არის მაპროვოცირებელი ღირებულებების დავიწყებისა, ღირებულებითა დეზორიენტირებისა, რასაც მოაგრევა და რა არის მაპროვოცირებელი, რაც კითხვაში ჩანდა სწორედ იმისა, რომ ღირებულებებიდან დეზორიენტირებული შეინანოს, ატირდეს, დაუბრუნდეს და მშენებლობა დაიწყოს. აი, წინ რა უწვის ამას? საიდან იწყება ეს ყველაფერი? ხაზგასმით ვამბობ. რასაც ამბობს წმინდა წერილი, რასაც ხედავ წმინდა წერილში. ამას იწყებს სასულიერო დასა. იქიდან მოდის ერთიც და მეორეც. სასულიერო დასში არ გულისხმობ წვერებიან სასულიერო პირას, სასულიერო დასში გულისხმობ საეკლესიო ერთობას, სასულიერო დასში არ ხმამაღლა არ უნდა მეთქვა, სხვა რამე მინდა თქვა, მაგრამ ის უშუალოდ სასულიერო პირს ეხება და იმიტომ. რომ აი ეკლესიის წიაღი მინდა ვახსენო. ეკლესიაც არ არის სასულიერო პირი მარტო, ეკლესია არის ეპისკოპოსი და მის გარშემო კანონიერი ეპისკოპოსი და მის გარშემო შეკრებილი მორწმუნე საზოგადოება. იქიდან იწყება. იქ იწყება არამართებული ქრისტიანობა და ამას ეწოდება წმინდა წერილში უცხო ცეცხლი, უცხოანთებულობა, ყალბიანთებულობა, ყალბი რელიგიურობა, ყალბი ქრისტიანობა იწყება იქ და ეს გადაეცემა მერე ხალხს. და პირიქით, იქ იწყება ნამდვილი ანთებულობა, ნამდვილი ქრისტიანობა და მერე აი ეს ცეცხლი გადაეცემა მთელს ერთობას. პრობლემა არის ამაში, აქ ეს არის არსობრივი ელემენტი. აი ეს ტრიგერი, რაზეც საუბრობდით თქვენ ლევან, ხო? აი აქ უნდა მოვიძიოთ, აქ უნდა მოვიდეთ სწორედ. როგორი ქრისტიანები ვართ ჩვენ? მაშინ ჩაგეკითხებით ჩვენი პატრიარქი, რომელიც ითვლება უდიდეს პატრიარქად ჩვენს ისტორიაში, იმიტომ რომ დამტკიცებულია ისტორიულად, რომ ამდენ ხანს არავის არ პრობია საჭე ქართული. არა მარტო ჩვენს ისტორიაში, არამედ ეკლესიის ისტორიაშიც. ეკლესიის ისტორიაში არავის პრობია მისდენი დრო საჭე, არავის არ ჩაუბარებია ასეთი განადგურებული ეკლესია, როცა 4 ეპისკოპოსი იყო და 10 მღვდელი და არა უყვანია ასეთი რენესანსის დააყოვების დონეზე. არ შეუძლია თვისობრივად ამდენი მილიონი, ასე ვთქვათ,
მრევლის გონება და არ მოუქცევია ის ეკლესიის და მისი პატრიარქობის დროს არ მომხდარა ამდენი არავის პატრიარქობის დროს არ მომხდარა ამდენი მონასტრის და ტაძრის აღდგენა განადგურებულის და თავიდან გახსნა და ამავე დროს ჩვენ ვიცით რომ ეს საოცარი ადამიანი თავის საჯარო აღსარებებში და გოდებაში ამბობს ხოლმე ჩვენ შევსწრებივართ ამას რომ მე ვარ უღირსი პატრიარქი ის ჩვენთვის ახლა ეს წარმოუდგენელი რაღაცა არის ხო მაგრამ ჩვენ ვიცით რომ მას უთქვამს ასეთი რაღაცა ეტყობა მე არ ვარგი ვარ პატრიარქად რახანა ეს გამარჯვება რომელსაც ჩვენი ერი ელოდება ეს შემოტრიალება მისი ყდომისა შემოტრიალება მისი განადგურებისა არ ხდება მის დროს ჯერ კიდევ და ეხლა რა თქმა უნდა ამაში მას დაეთანხმებიან ჭინკები და ეკლესიის მტრები მაგრამ არც ერთი ქართველი ეროვნული და პატრიოტი და მორწმუნე მას ამაში არ ეთანხმება ხო და როგორ გავიგოთ მისი ეს სიტყვები ეხება ეს თქვათ მის არსურვილს რომ თქვათ ცოტა სენსიტიური თემა შეეხოს და დასაჯოს ის უსინდისო ადამიანები რომლებიც მის დიდებას შეყვნენ ეკლესიაში და ეკლესიისათვის შეუფერებელი ცოდვების ასე ვთქვათ რაღაც ამ თავის ეკლესიურობის ნიღბის ქვეშ და ჩვენ შეიძლება ბევრ ჭინკებზე მეტი ვიცოდეთ როგორც ეკლესიის მრევლმა ხო რა ხდება ამ გარკვეული სასულიერო პირების შემთხვევაში და ეხება ეს მის რაღაც უსაზრო გულმოწყალებას სადაც ის არ სჯის არ განკვეთს და ლოცულობს ამ ადამიანებისთვის ჯერ კიდე რადგან ეხლა სპეკულაციები დიდ სიღრმეებში რო არ წავიდეთ აგერ ყავს ის რა ქვია მდელმთავარი რომელმაც მას ენით აუღუწერელი და ენით გამოუთქმელი შეურაცხყოფა მიაყენა მთელი ერის წინაშე, ხო? ტელეკამერების წინაშე და ეს ადამიანი ჯერ კიდევ არ არის განკვეთილი ეკლესიისა. ჩვენ ხედავთ ამას. აი სხვებზე რო არ ვილაპარაკოთ, ვიზეთ ჩვენ დათვლილი ყავს ყველა და ყველა ვიცით, თუ სინოდში, თუ უდლები, ხო? და ჩემი საქმე არ არის ეს ჭინკების საქმეა. ამაში ქექვა და მე ვამბობ როგორც მრევლის წევრი რომ ამას ეკლესია თვითონ მიხედავს მაგრამ ეს ხო ტელევიზორში ვნახეთ რომ ერთ-ერთმა მთავარმა მე რო ვერ გავიმეორებ ისეთი შეურაცხყოფა მიაყენა ამ უწმინდეს პატრიარქს და მისი ერთ-ერთი სასჯელი დღემდე არის რომ მას შეჩერებული აქვს ეგრეთ წოდებული ეს მისი მდელმთავრობა მაგრამ ის არ არის განკვეთილი ქრისტესაგან და ეკლესიისაგან და ჯერ კიდე რაღაცა ეს ქვია ხო და როგორ გავიგოთ აი თქვენ როგორც თეოლოგს მისი უწმინდესობის ეს გულის ტკივილით და თამდაბლობით საოცარი თამდაბლობით სავსე სიტყვებით რომ მე მახსოვს ათონზე ბერები ამბობდნენ რომ როცა პატრიარქი ჩავიდა ქართველი პატრიარქი ჩამოვიდაო და მთელს ათონს თამდაბლობა გვასწავლაო იმიტომ რომ დადგაო ფეხი ათონის მიწაზეო ჩვენო უბრალო ბერებსო, თქვათ მონასტრების იღუმენებს გთხოვაო რომ დაგველოცაო და ეგეთი რამე ათონის ისტორიაში არ გვახსოვს. და დაგვალოცინაო თავიო ამ ადამიანმა. ანუ რა დონის სიმდაბლეზე არის მის შემთხვევაში ლაპარაკი და როგორ გავიგოთ აი ეს შეუსაბამობა მართა მაპატიეთ ეხა რომ გადმომაქვს ბიბლიური თხრობიდან ჩვენს დღევანდელობაში, მაგრამ ალბათ ჩვენთვისაც და ჩვენი მსმენელებისთვისაც ეს საღვთისმეტყველო ლექციები ხანდახან ასეც კიდევ უფრო საგულისხმო გახდება, ხო? მას ასე ვასრულებ ჩემს ესეთ აბდაუბდა და ემოციურ შეკითხვას. ჩვენ გვაქვს ჩვენს თვალწინ უდიდესი შეუსაბამობა. თქვენ გაეცით ჩემ პირველ კითხვას პასუხი და მე ჩაგეკითხეთ. თუ მასეა, ჩვენ ყავს ეკლესიის თავში ყველა ობიექტური მოცემულობით უდიდესი პატრიარქი, ხო? და აი ეს რაღაცა რაც უნდა დაიწყოს ეს კათარზისი რომელიც თქვენივე თქმით უნდა დაიწყოს სწორედ სასულიერო დასიდან ჯერ კიდევ არ იწყება და მეორეს მხრივ ეს ადამიანი ამბობს რომ რაღაც ჩვენ ვინა ვართ გვაბარებს რაღაც საჯარო თითქოს აღსარებებს და ამბობს რომ მე ვარ უღირსი და ჩვენ ვხედავთ რასთან გვაქვს საქმე ჩვენ გვაქვს მის უკიდეგანო კოსმოსის მასშტაბის მოთმინებასთან საქმე მე ვერ წარმომიდგენია ვერც ერთ ეკლესიაში რომელიმე მდელმთავარმა პატრიარქს ის შეურაცხყოფა მიაყენოს რაც პაატაცავამ მიაყენა ჩვენ პატრიარქს დარჩეს მდელმთავრად ეგეთი რამე გამორიცხული და თქვენი აზრით რას ველოდებით რა გველის წინ და რა არის მიზეზი აი ამ
არ დაწყებისა იმისა, რაც უნდა დაიწყოს მისი უწმინდესობის მოღვაწეობის შედეგად. მე პირდაპირ გეტყვი ლევანდოვისა, აი პირდაპირ შემიძლია ვთქვა ასეთი რამე, რომ აი გულწრფელად გეუბნებით ამას ჩვენ მისი უწმინდესობის საჭერო პრობლემების პერიოდში ერთი ძალიან ძიმე რამ გვაქვს, რაც გვეუბნება ეს კაცი რომ გამოასწორეთო და პრინციპულად არ ვასწორეთ. აი ჯიუტად არ ვასწორეთ. და მე ერთ მაგალითს გეტყვი პირდაპირ მე ვერ ვისაუბრებ ახლა, ელემენტარულად რაღაცა მორიდების დეტალი მაქვს, მაგრამ ვიტყვი რაღაცას, այդ მაგალითს ვიტყვი და თქვენ ყველაფერს ძალიან კარგად გაიგებთ. როდესაც მისი უწმინდესობა იყო ჩვენი აკადემიის ლექტორი და საოცარი წლები იყო ეს ჩემი სტუდენტობისა. ერთხელაც წლის ბოლოს, სემესტრის ბოლოს, სასწავლო წლის ბოლოს მან დაიბარა თავისთან ეს აკადემიური საბჭო, მთლიანად პედაგოგები, ვიყავით ჩვენ სტუდენტებიც, ჩვენ სხვაგან ვისხედით, საპატრიარქოში იყო შეხვედრა. უწმინდესმა თქვა ასეთი რაღაცა, მახსოვს რომ იჯდა გვერდით ორი მღვდელმთავარი ეჭდა ერთი ერთხელაც მეორე მხარეს. უწმინდესმა დასვა ეს ერთი ასეთი კითხვა, ძალიან საინტერესო კითხვა. რა ვერ გავაკეთე? ანდა რა გავაკეთე შეცდომით რომ აღარ გავიმეორო, ან რა ვერ გავაკეთე რომ დავინახო და ახლა ეგეც გავაკეთო. დამეხმარეთო. ერთი ადგა და უპასუხა. თქვენო ისეთი დიდი ხართ, ისეთი განუმეორებელი ხართ. თქვენ რო არ იყოთო, ჩვენ რა გვეშველებოდო. მეორე ადგა უთხრა წმინდანინო რომ შემოვიდა, თქვენი როცა კურთხევით მოხდავეთ. ესე იგი, რა დებილობებზე დაიწყო საუბარი. იმ დროს ამ კაცმა დასვა კონკრეტული კითხვა. და რა გააკეთა ლევანი? ისე ძალიან გხოთ რა, აი ამას კარგად მოусმინეთ რა, მე ამას ჩემ თავში რა გვეუბნები. რა გააკეთა უწუნდესმა, ისეთ რომ აი ამათ რომ დაიწყეს ასე ლაპარაკი, ორი მღვდელმთავარი როუში. კი არ იმას ახლა გვერდით გადაიჭერა და დაუწყო მღვდელმთავარს ლაპარაკი, არ უსმენს. იმას აგზნობინოს რომ გაჩერდიო, არ მაინტერესებს. ამას ეს არ უთხრა პირდაპირ. მაგრამ აგზნობინა რომ დაჯექიო რა არ არის. ამან კი არა. ამის მერე 4-მა, 5-მა გააგრძელა ამ თემაზე საუბარი. უწუნდესი ხან ამას დაელაპარაკება ამ მღვდელმთავარს, ხან ამ მღვდელმთავარს და ესენი არ ჩერდებიან. ისი ბრალი. იმის ბრალია ჩემო ლევანო. კეფთაყვანის სემელი. კეფთაყვანის სემელი. ეკლესიაშიც კეფთაყვანის სემელია და მის მიღმას კეფთაყვანის სემელი. ჩვენი პრობლემა არის კეფთაყვანის სემლობა. დიდია, ხას უსვავ. მისი უწმინდესობა ეპოქალური მოვლენაა. მაგრამ ის პიროვნებები, რომელიც შენ დაასახელე, ამ პიროვნებების მთელი ტრაგედია და ეკლესიაში დღეს ჩვენი მთელი ტრაგედია არის ეს, რომ უწმინდესი არის კერპი. აი, ამან უნდა ილოცოს, მე კი არ უნდა ვილოცო. ეს უნდა იყოს კარგი, მე კი არ უნდა ვიყო კარგი. ამან უნდა აკეთოს, მე კი არ უნდა ვაკეთო. ეს არის რა, აი ილია მეორე არის და აი ამისია ყველაფერი რა, როგორ გეკადრება? იმან გააკეთა თავისი. ერთი ჯვარზე ფიზიკური ჯვარს მაგაქვს და კეთილი ინება და შენ ერთი ღამის თენება ისწავლე. კეთილი ინება და კითხვაზე პასუხის გაცემის უნარი მაინც იქონია. და თუ კითხვაზე პასუხს არ ასცენ, უღირსების შეგრძნება მაინც კონდეს, კეფთაყვანის სემელი ხარ და ეს უარა გაქვს შეგრძნებული. მის გარშემო ვინ არიან შენ გარშემო ხო პიროვნებებს არ ვასახელებ თავის დავაწყდე, მაგრამ ვინ არის ის ვინც იმ ჭინკებზე უფრო უტეხავს სახელს ეკლესიას? უმაქნისი უწმინდესის ავტორიტეტს ამოფარებული. უმაქნისი ზარმაცი, არაფრის გამკეთებელი, გაფუჭების მეტრო არაფერი შეუძლია და რაღაცას გააფუჭებს და ჩემი პატრიარქიო რო ყვირის. აი პრობლემა სად არის? მათი შემწყნარებლობა იქნება, მათი მოფერება იქნება, შენ კითხვაში იყო ეს. კი ეფერება. მიუთითებს, მაგრამ ფაქტია ლევან ასეთი რამე, რომ ჩვენ აი ამ ეკლესიაში მისი უწმინდესობის უდიდესი ღვაწლით მოტანილ აი ამ რეალობაში ქრისტიანები ვერ გავხდით ქრისტიანები. არა ვარ, ვერ შევდეგით ქრისტიანებად, ვერ ჩამო მე პიროვნებებზე არ მაქვს ცხადია საუბარი. მე მაქვს ერთობაზე საუბარი, რომ ვერ ჩამოუყალიბდით, არა, ილია მეორემ უნდა აკეთოს საქმე და მე ისევ გარეწარი უნდა ვიყო. ილია მეორემ უნდა დადოს თავი და მე ისევ უმახნისი უნდა ვიყო. ილია მეორემ ჩემი გულისთვის ბევრამაზე უნდა წავიდეს და მე ისევ ჩემი შაუბნელი საქმეებით უნდა ვიყო დაკავებული. მაგრამ სამაგერად როგორც კი დამჭირდება, ვიტყვი რომ ქართველი ვარ, ვიტყვი რომ ის პატრიარქი ჩემია, ვიტყვი რომ მიყვარს პატრიარქი, ვის საში ჭირდება ეს შენი სიყვარული და ეს შენი კეფთაყვანის სემა, ვის საში ჭირდება, დაინგრა ყველაფერი ვერ ხედავ. ყურადღება მიაქციეთ, აი ძალიან საინტერესო რამეს გეტყვით. მართლა ძალიან საინტერესოს გეტყვით. უწმინდეს ქონდა შეხვედრა ისტორიკოსებთან.
და იყო საუბარი ამასთან დაკავშირებით საქართველოს ისტორია არ არსებობს საქართველოს შეკვეთილი ისტორია რომელსაც უკვეთავდა ის რა ქვია კრემლი აი რო არ არსებობს აი ეს პრობლემის გამო სწორების გზებზეა საუბარი ადგა ქალბატონი მარიკა და ნათელი მისულს ადგა ქალბატონი მარიკა და ისაო რა ქვია იმას ნუ აი ესეთი პერიოდი იყო კაი კი იყო ესეთი პერიოდი მეორე ადგა ესა თქვა მესამე თქვა რამდენიც ადგა 1 17 20 ბევრი იყო იქ მაგრამ რამდენმაც ყველა თქვა როგორ უჭირდათ უწმესმა მოგძალებით უთხრა ახლა ხო რა გდევნია ახლა ხო აღარ არის ახლა ხო შეგიძლიაო დაწერო როგორ ფიქრობთ ერთი წინადადება მაინც დაიწერა ახალი საქართველოს ისტორიაში არა ისევ ის გვაქვს საქართველოს ისტორიის ნარკვევები რო იყო და რაც დაწერა ჩვენმა თითმა მეცნიერებმა რა სისულელია ღირსება და დიდება მათ პატივს მაგრამ ერთი წინადადება მაინც დაწერა ისტორიკოსთა კორპუსმა საქართველოს ისტორიის აი რაღაც ახალი ის რაც შეკვეთილი არ იქნება ამის თუნდაც ძიმე თუნდაც ის იყოს აქვია თუ მოხდა ეს გარკვეულ პუბლიკაციებს არ გულისხმობთ არა რატო ლევან მე შეგნებულად დავთქვი რომ ახალი თაობა ანიშნავს შემდეგ თაობას ახალი თაობა ნიშნავს მენტალურად ახალ თაობას დეზორიენტირებულს ან არადეზორიენტირებულს პრობლემა გვაქვს ამის ღირებულებების აზროვნების პრობლემა გვაქვს აზროვნების პრობლემა გვაქვს რომ კერპთაყვანისმცემლობა მე ვისაუბრებ ამაზე ლიდერისა და ბელად შორის განსხვავება რომ ბელადი ეს არის კოლექტივის პროდუქტი ხოლო ლიდერი ეს არის საზოგადოების პროდუქტი კოლექტივს ახასიათებს იცი ვიღაცა ტიპი ყავდეს რომელიც ამათ საქმეს გააკეთებს იმ დროს როცა საზოგადოებას აინტერესებს ადამიანი რომელიც უხელმძღვანელობს იმ საქმეს ასაქმესაც თვითონ გააკეთებს ვერ მოვიდა ახალი თაობა ჯერ გესმის ვერ მოვიდა ეს ახალი თაობა რომელიც ორიენტირებული იქნება შრომაზე ორიენტირებული იქნება პატრიოტიზმაზე არ მომობ იმაზე რომ საქართველოში ისე დღე დადგება სადაც ზარმაცი არ იქნება კრიმინალი არ იქნება ეს 64 სასულელი მაგრამ ერთობაზე მაქვს საუბარი ვერ შევდექით ვერ ჩამოვყალიბდით იმ ერთობად რატო იმიტომ რომ ჩამოსაყალიბებელი ადგილი ჩვენ ყველგან შევიკრიბეთ სპორტის სასახლეში შევიკრიბეთ რუსთაველზე შევიკრიბეთ დინამოზე ყველგან შევიკრიბეთ სვეტი წყულის გარდა ყველგან შევიკრიბეთ გარდა სვეტი წყულისა და სვეტი წყულში ძალიან დიდი ეჭვი მაქვს თუ შევიკრიბებით ფიზიკურად მიუვარდებით იმიტომ რომ მენტალური შეკრება არ გვექნება სვეტი წყულში აი ეს ჩემო ლევან ძალიან კარგად იცის მტერმა შეიძლება გუშინ წინ არ იცოდა მაგრამ დღეს ზუსტად იცის რა არის ის ზუსტად იცის ყველაზე საშინელი და ყველაზე მძიმე შეკრება მისთვის არ შეიძლება მოხდეს და როგორი სახით შეიძლება მოხდეს ამიტომ მათთვის კომფორტული არის ქრისტიანი ქართველი ხალხი ქრისტეს გარეშე ყავდეთ კარგი პატრიარქი ყავდეთ კარგი პრემიერი ყავდეთ კარგი ვიღაცა ის ქარხნის დირექტორი აი ეს კარგი ტიპები ყავდეთ რომელსაც აი იმას იზავენ რა ქვია გააფეტიშებენ და ესენი იქნება ამათი მართვა უკვე ჩვენ ვიცით როგორც ასაჭირო ერთობა არ ჩამოყალიბდა მენტალურად მდგრადი და სახი ეს ძალიან დიდი პრობლემაა ამიტომ ნახე არის საინტერესო რომ შეჭირვებათა მთელი ის კასკადი რომელიც აქვს აქეთკენ არის მიმართული ჩვენ ან ვიტყვით რომ მართლმადიდებლები ვარ და ვიცხოვრებთ ისე როგორც მართლმადიდებლობა შეესაბამება ან ყოვლადწმინდა სამებამ დაგვიფაროს აღარ გვინდა ძმაო თქვათ ეს მართლმადიდებლობა ქრისტემ აპატიოს ამას რევს გვედავ მაგრამ რეალობას მინდა ხაზი გაუსვა და რაც არ გინდა ის აღარ იქნები და შესაბამისად აეწყობი იმაზე რაც გინდა რა ჩვენი პრობლემა რა არის იცი გვინდა მართლმადიდებლობაც და გვინდა კერპთაყვანისმცემლობით აზროვნებაც. აი ეს ორი ვერანაირად ვერ შეეჯდება ერთმანეთს. გამორიცხული. ამიტომ ეს კრიზისები ამას გულისხმობს, სწორედ რომ თუ კი ამბობ რომ ეს სვეტი ცხოველი გინდა კეთილი ინებე და ისე იცხოვრე და ისე იაზროვნე და ისე იმოქმედე, როგორც აი ამ დიდებულება შეესაბამება. შენ ესეც კონდეს და მუზეუმი ვითაც ეპყრებოდე. ესე ან თქვი რომ მუზეუმია, всё, იყოს მუზეუმი, მაგრამ თუ ამბობ რომ მუზეუმი არ არის და რაღაც უფრო მეტია, მაშინ შენც ისეთი მეტი იყო. პრობლემა ეს არის სწორედ რა. მე ამ ლექციის თავში მე არ მეგონა ასე თუ განვითარდებოდა ეს საუბარი, მაგრამ ამ ლექციის თავში სწორედ ესა ვთქვი რომ, როდესაც საუბარია აი ამ თაობაზე, ამ თაობისათვის რა არის მნიშვნელოვანი. ჩვენ როდესაც დავით მეფსალმუნე შევეხებით, დავით მეფსალმუნე რაღაცას როგორ მიუკაკუნებენ კარზე ეგრევე. და შენაო აქ რო ერთს ლაკეთებო ეთქვი. სოლომონის დროს
ოღონდაც მეფე უკმაყოფილო არ დარჩეს და მღვდელმთავარი ენა გადმოგდებული დარბეს წინ დაუყარა. გრიგოლ ხანძთელი, რომელმაც მიუკაკუნა აშოტს და ის სიძვის დიაცი წამოიყვანა, ამბობენ რომ დიდი საქმე გააკეთა გრიგოლმა და მართლა დიდი საქმე გააკეთა, რა სისულელია თავის თავაცხადი. გრიგოლ ხანძთელს არ დაუწყე ხوار დაიწყებდა ახლა სიარულს და კვერთხით თქმას იმეებს რა ქვია სახლებში ვინმე ხო არ მუშაობთ აქა ვარა მთავარს ის თავი არ უნდა გაფუჭებულიყო და მთავარს მიაკითხა სწორედ, მაგრამ აქ ყურადღებას არ აქცევენ ყველაზე მნიშვნელოვანს და გრიგოლმაც დიდი გააკეთა, მაგრამ აშოტი ძალიან დიდი იყო. მეფე ვარ და ამას რეებს კადრულობო არ უთქვავს, კი გაატანა ის. მართალი ხარ. ძალიან დიდი იყო ისიც. როდესაც ჩვენ საუბრობთ დავითის საქართველოზე, როდესაც ჩვენ საუბრობთ თამარის საქართველოზე, ვახტანგის საქართველოზე, ერეკლეს საქართველოზე, გავიხსენოთ რომ არც ერთი საქართველო არ არის, არც დავითის, არც თამარის, არც ერეკლეს, არც ვახტანგის. ეს უბლეფი, ეს არის ტექნიკური ტერმინი, რითაც მე დროს სივრცეში ლოკალიზებას ვახდენ რაღაცა ისტორიული მომენტისა. თუ არანაირი დავითის საქართველო არ არსებობს, არანაირი ერეკლეს საქართველო არ არსებობს. არსებობს დავითის დროინდელი საზოგადოების საქართველო. ერეკლეს დროინდელი საზოგადოების საქართველო, ვახტანგის დროინდელი საზოგადოების საქართველო, უბრალოდ ვამბობ ვახტანგის საქართველოს და ვგულისხმობ ამაში, რომ ეს ის დროა ვახტანგი რომ მეფე იყო სინამდვილეში ის ქვეყანა შენდება, იმიტომ რომ ასეთი საზოგადოებაა მეფის გარშემო შემოკრებილი და მეფე პროდუქტია, ასახავს ამ საზოგადოების მენტალობას. ამას ასახავს ფარნავაზი, ამას ასახავს კუჯი, გუბაზი, რა ვიცი მე, ერეკლე, თამარი, დავითი, ალექსანდრე და ვინც ყონდა როგორც. იგივეა აქ. როდესაც საუბრობთ ილია მეორეს დროინდელ ეკლესიაზე, დიდი ბოდიში, ეს არ არის ილია მეორეს დროინდელი ეკლესია, ეს ილია მეორეს დროინდელი საზოგადოების ეკლესია. ამ საზოგადოებაში რა ხდება, ამაზე უნდა ვისაუბროთ. ის რას აკეთებს, იმან გააკეთა თავისი საქმე. იმან გააკეთა ის ღვთის წინაშე დგას. ის სხვა სიმაღლეა, მორჩა დასრულდა ეს. ახლა უჩხიკინი აქედან რამდენიც გინდა. აი, ამდენიც გინდა წარმოედგინე ესეთი რაღაცაა რა, ქრისტესთან გახარ ჯვარცმულ ქრისტესთან და აბა გადმოდიო რა. არ გადმოვა, ეს მაინც თავისას გააგრძელებს, მაინც მოეფერება, მაინც შეიწყალებს. ჩემი საქმე არა ის ვის იწყალებს. ჩემი საქმე არა უწმინდესი ვის ეფერება და ვის პატიობს. არ არის ჩემი საქმე ეს. ჩემი საქმე არა იქ რატო აკეთებს და როგორ, ჩემი საქმე სხვა რამეა. მე ვაკეთებ ჩემს საქმეს. მე ჩემს საქმეში პატიოსანი ვარ. მე ვარ ის რაც უნდა ვიყო, მე ის სადაც დამადგინა მე ღმერთმა. იქ მუშაკობ, პატიოსანი ვარ, იქ ქრისტიანი ვარ, იქ მეორენაირად არსობრივად რო. ლევანე პრობლემა შემოძმავა პირდაპირ გეუბნები არის ამაში რა. კერპთაყვანისმცემელი ქრისტიანები. შეუულებრივი კერპთაყვანისმცემელი ვიღაცის მადიდებელი მართლმადიდებლები. მორჩა და გათავდა. მე პიროვნებებს არ ვეხები, არავითარ შემთხვევაში, მაგრამ აი ეს რომ ესე იგი იქ უწმინდესია და ახლა ეს ხო არის და ახლა ასე ის რო არის იმან უკვე ის მაგალითია. შენ თუ არ ასახე შენ თავში და ერთობამ თუ არ ასახა ეს თავის თავში, ასე არაფერი არ გამ. დაშვებაა ჩემოწმო. დაშვებაა იმ ბევრი იმისა რაც იმასაკენი რა ქვია რა მაგალითიც მოიტანა. დაშვებაა ეს. იმის დაშვებაა რომ რა შეიძლება ამდენ ფერებას და ამდენ იმას მოყვეს, როდესაც ამ ფერების შედეგად არ ხდება გამოსწორება. შენ როდესაც ანგრევ, ლეწავ, მავნებელი ხარ, სულით მავნებელი ხარ, მაგრამ ერთი ტერმინი ჩემი პატრიარქი გშველის ძალიან დიდი პრობლემაა. ინსტიტუციონალური პრობლემაა ლევან. შენ როდესაც არაფრის გამკეთებელი არ ხარ, მაგრამ სამაგეროდ პატრიარქს იცავ და ამიტომ ხარ მაგარი. ძალიან ცუდი მდგომარეობა აქვს. და შესაბამისად, რაღაცა აზრით, ცუდად არ გამიგო, კარგად გამიგე. რაღაცა აზრით, სწორედ ეკლესიიდან იკვებებიან ის ჭინგები. აი ამათგან იკვებებიან ისინი. პრობლემა გვაქვს აქ. პრობლემა გვაქვს აქ, სწორედ აი ამ მიმართულებით აქვს პრობლემა, რომ ამიტომ ამბობ პიროვნებებს არ ვასახელებ მეთქი. მე ეს არ უნდა მომივიდეს. ლევანს ეს არ უნდა მოუვიდეს. აქ შოთას ეს არ უნდა მოუვიდეს. ირაკლის ეს არ უნდა მოუვიდეს. აი ამ კრებულს მღვდელმთავრის გარშემო შემოკრებილ კრებულს ერთხელ უწუნდეს ამ ბრეჟნევი ყარგუნი ვარ. გესმით ხალხო 21 საუკუნე. არა, იქ არ არის 20, იქ ბრეჟნევი ცოცხალია. პრობლემა ეს არის. წმინდა წერილს პირდაპირ გეუბნებით. პირდა ამაზე პასუხს ვაგებ.
ეკლესიიდან იწყება, ნგრევა ეკლესიიდან იწყება შენება. აი ეს საინტერესო რამეს გეტყვი, კიდევ ოღონდ აღარ გამაგრძელებინო ძალიან თქო ამაზე საუბარი. უწმინდესი საუბრობს სოფლის აყვავებაზე, სოფელი. ხო არის ასე? ერთი კითხვა მაქვს თქვენთან. სოფელი რომ ღმრთლებისაგან არის დაცლილი და თბილისში რომ ორბიან, რატომ ორბიან არ არის ეს ჩემი საქმე. ზოგი სამართლიან, ზოგი უსამართლოდ, მაგრამ საკუთარ იმაში, რა ქვია, წიაღში მსახურება რომ ეზარებათ. და აქ რო ტაძარდა თბილისში ტაძარი აღარ არის დარჩენილი. სასანთლეში თუ იმსახურებს, ახლა მგდელი თუ ადგილი აღარ არის. ეს არ არის პრობლემა. მე რო სოფლის აღორძინებაზე ვსაუბრობ, სოფელში მგდელი არ ამყავს. ის რა უნდა აღორძინოს, ხო ვერ მეტყვით. იქ თუ ტაძარი სასაფლაო როკეთდებოდა, სასაფლაოს აუცილებელი ელემენტი იყო ტაძარი. ეს არ იყო მხოლოდ რელთა გასაგები, ამას რელიგიური დანიშნულება აქვს, მაგრამ რა ქვია, სოციალურმა ყოფამ ეს თავის თავზე აიღო სასაფლაოზე ტაძარი და ტაძარში მგდელი. მტერი რო შემოდიოდა დასაზვერად. სოფელს რო გავიდა ორი რამეს აკონტროლებდა. რამდენი წისქვილი იყო სოფელში და სასაფლაო როგორი იყო. აი ამით ამ ორ ადგილს ნახავდა და მთელი ყველაფერი იცოდა იმის შესახებ. აღარ ჭირდებოდა გამოკითხვა. შედალოცილო და შეგასახარებო. წისქვილს არ ამუშავებდა, ტაძარი არ აქვს. რანაირად ხდება ამ სოფლის აღორძინება შეგიძლიათ მითხრათ, მე გეტყვით რანაირად ხდება. აი, პანდემია. დაბრუნდა ხალხი იმაში. აუცილებელი იყო ეს ტყივილი? არ მოусმინეს. ვინ არ მოусმინდა ლევან? გლეხმა სოფელში, დიდი ბოდიში. მღვდელმა არ მოусმინდა ლევან. ეპისკოპოსმა არ მოусმინა. მე და შენზე არ არის საუბარი, მღვდელმა და ეპისკოპოსმა არ მოусმინა. იმან არის ზრუნა. ამიტომ ძალიან გთხოვთ სულ ყველას, მე ბოდიში ცოტა გამიგძელდა და ცოტა ტონიც გამომეცვალა, ძალიან გთხოვთ რა, პრობლემებს ნუ ვეძებ ჭინკებში. არც ერთი ჭინკა არ არის პრობლემა არის ჩვენში. და ჩვენგან დასაზრდოებ ჭინკებში მე. ჩვენ გვაქვს პრობლემა. და ეს ხაზგასმით მინდა ვთქვა, მაგრამ ეს ჩემი პასუხი არ უნდა იყოს არავითარ შემთხვევაში პესიმისტური, თამამად ვამბობ და ხაზგასმით ვამბობ. ამ სიტყვას არ გადავა. მე უწმინდესთან რომ მქონდა ერთხელ საუბარი, ეს მეფობასთან და კონსტიტუციური მონარქია რო შემოიტანა, ჩვენ ამ თემას შევეხებით აუცილებლად. მე ჯერ არა. ცოტა ის კაცად ვილაპარაკე და თითი დამიქნია, ასე. ცოტა მართალი ხარო, მაგრამ ცოტა გვირაბის ბოლოს ნათელი ჩანსო. და მე მჯერა ამისი რომ ამ ნათელში ამ იმაში განსაცდელს გავალ და ამ შვებაში შევალ ამის ბოლომდე მწამს და ბოლომდე მჯერა ღვთისმშობლის იმედი მაქვს, იმის იმედი მაქვს, რომ ის არ მეგვატოვებს, აი ამის მართლა მჯერა. დანარჩენი თქვათ რაზე ვსაუბრობთ, ხო პრობლემა არის ჩვენ საზოგადოებაში ხალხო, ჩვენ საზოგადოებაში რუსთავის მეტალურგიულ ქარხანაში რო იკრიბება კი არა, საზოგადოებაში რომელიც იკრიბება ქრისტეს საკურთხეველთან, იქ აქვს პრობლემა, ძალიან დიდი პრობლემა. აი, გაიხარე ლევან, გაიხარე. ისევ რა კითხვები გვაქვს ჩვენს ლექტორთან. ხო, თუ არ არის კითხვები, უკვე საათი და 40 წუთია ვსაუბრობთ და შეგვიძლია დავამთავროთ. რა ლექციის თემა გვაქვს შემდეგ კვირას და რა საშინაო დავალება გვაქვს, რა წავიკეთოთ? საშინაო დავალება, ერთი წუთით. საშინაო დავალება ხა როგორ გითხათ? ესე იგი, ლექციის თემა იქნება მოსეს შობაზე დავიწყებთ საუბარს თავისთავად. მოდი ასე გავაკეთოთ, გამოსვლათას მეორე მესამე თავი წავიკითხოთ. კეთილი. გილოცავ დამდეგ ნინოობას, გაილოცავთ სულ ყველას და მრავალს დაგასრულთ ღმერთმა. გაიხარეთ. კარგად გრძანდებოდეთ.